ის ნასეუნები დარჩენობა ხო არ მოვიდა. ვისაც უკძალავდი ამ ავტომატური არხის დარებას, ხედროს და გვარდი სიკიჭდან და კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი მთელი იმიტომ ყოფილა წამოსული რენახეთი რა სახლი მაგდა, როგორი სტეფსელი მეკეთია იმაში, კედელში, ტიპი ნახე რა. მავანი ჩემი ძველი ძმა და მეგობარი არა გაქვს. მამას სწავლებთ. გაუმარჯოს მაყურებელს, მოდი რეგალიების გაუმარჯოს თქვნის გარეშე ვიტყვი პირდაპირ ჩვენი სტუმარია შალვა ნათელაშვილი. მე გრეგირავტაში. უღრუესი მადლობა ბატონო შალვა რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და რა ვიცი. როგორ ხარ? პატივია, გარდა ამისა შველაა გარკვეული, რადგან მთელი სატელევიზიო სივრცე ლეიბორისტებისთვის დაკეტილია. აჰა. ივანიშვილის და ხაზარაძის ერთობლივი გადაწყვეტილებით. ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღია. ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ბევრ ტრამპმა იმით მოიგო სოციალებით საპრეზიდენტო არჩევნებიდან იმედია. აი ნელ-ნელა თქვენს უნდა ასეთ ავტორიტეტულ სტუდიაში შედეგები არანაკლები გვექნება 240,000 ხელმომწერი ყავთ ხო? კი ბატონო, ეგ ხელმომწერი. უბრალოდ მაყურებელი მუდმივი. კი ბატონო. იქით ხო იქით შეგვიძლია. ბევრგან ჩვენ გვაქვს ამდენი სცენას არ ყავს უბრალოდ. გვაქვს მაგის საშუალება რომ YouTube-ზე ბევრგან გამოჩნდეთ სურვილი თუ გექნებათ. ვერთმა ხელმომწერი. მე ძალიან გამიხარდება ეგ მარტო. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა მართლა რომ დაგვეთანხმეთ და გვესტუმრეთ და დარწმუნებული ვარ ბევრი არხი იქნება ესეთი რომელიც ახლა გვიყურებს და თეთრი შურის ჩვენი დარწმუნებული ვარ თეთრი შურით შური ეს სიკეთის ნიშანია. კი ბატონო. თავარი შავი არ გაერკვევს. კი ბატონო, ნამდვილად. ხომ არ მოგენატრათ ესეთ გარემოში და აი აკუბარდიას თქვენი და აკუბარდიას დუო იყო ძალიან მაგარი და. ო აკუბარდიას სამწუხაროდ ჩაერთო. აი ამ დაწესებულ ბლოკში პარტიის წინააღმდეგ ან შეასწინეს ბლოკში შეიძლება და ჩართოს. ჩვენ გქონდა ესეთი იდეა ბატონო შალვა რომ იქაც გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები. დიახ, ჩვენ გქონდა ესეთი იდეა მე და გიორგის რომ ხო არ დავხვდეთ ტაშში ხო არ გქონდეს ფეხები ჩაყრილი თქო. ეგ ისტორია მე ძალიან მაგაზე ძალიან განმივისდნენ, იმიტომ რომ ზოგიერთი იუმორს ვერ იღებს თქვა კარგად. ანუ ეწყინათ მართლა. მე ძალიან მიყვარს ეგ ისტორია მაგას რომ მოусმენ. ანუ ძალიან ძველია თან ხო ეგ რო დინდელის არის ღამის შოუში ყვებოდით მაგას მახსოვს და ხო ამას არ მოუყვებოდი რომ არ ყოფილიყო გარკვეული გადახრები პოლიტიკური, როდესაც ეს ტელევიზია სხვა ტელევიზიებთან ერთად ჩადგნენ ივანიშვილის სამსახურში და დაუწყეს ფეხების ბანვა. 2012-ში. ეს ხალხი და ეს ქვეყანა დაღუპეს საერთოდ და ეხლა უკვე მთელი მსოფლიო გვეხმარება ამერიკის თამადობის. რომ როგორმე გამოვზურეთ ამ მონობიდან და კიდევ ვერ ახერხებენ. ხო წარმოგიდგენთ სად მოვა? სამწუხაროდ. ამიტომ იყო ეს რეაქცია ჩემი თუ რომ მაგას რამანაირად დავფარავდი არ მოუყვებოდი. თქვენ გახსოვთ ალბათ მაშინდელი ტელევიზიები რომ აი დააჯარიმეს ბატონი ბიძინა და მოდი ფული შეუგროვო და ხალხის რიგი და ფულს უგროვებდეს. ეგ ისტორიაში არ მოხდა რომ მილიარდერთან ყაჭას ფულს უგროვებდეს ხალხი კიდევ. ღმერთად ირჩევდეს. და თან ფეხებს უთბილავდეს. აუ ეხა ისე უგზნობ თავს აი ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე აი ჯერ ერთ გადაცემაში მოხვდებოდი ბატონ შალვას მე წამყვანი ვიქნებოდი მაგ გადაცემის ხო საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. პატივია ჩემთვის თქვენ არის ინტელექტუალურ ახალგაზრდებთან ურთიერთობა. უღრუესი მადლობა. მე ძალიან ველოდები დედა ჩემი როდის უყურებს ამ გადაცემას. მოგითხოვს გადავცემთ აქედანო. ნახე მესად ვარ. აუ არა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და. ხო ისი კითხვა მინდოდა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ეს ყველაფერი რომ ეს მოხერხდა ჩვენი სპონსორების დამსახურებაა. ლუდის და ნატურალური ქართული ჩიფსი, ასევე ბავარია, ჩვენი მეგობარი ლუდი და ალკოსფერო არის ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ ბატონი სამწუხაროდ კი არა და. მეც მადლობას ვუხდი თქვენთან ერთად. სპონსორებს დიდი მადლობა. თქვენ სამწუხაროდ საბედნიეროდ ეგ ეხა ვინც როგორ ფიქრობს, ალკოჰოლს არ მიირთმევთ ამ ეტაპზე, ხო? ხო, მე როგორც მივხვდი, პოლიტიკა და ქართული წესშოულებები ალკოჰოლის დარგში შეუთავსებენ. აჰა, კი ბატონო. ისე ბოლოს მოხდა, ეხა გამახსენდა უცებ დღეს ვნახე Facebook-ზე სადღაც იჭყუბეს საკრებულოს თავმჯდომარებ რესტორანში იჭყობა. გურიაში დახვდს ერთ ციხეში საკრებულოს თავმჯდომარე. ნუ ძალიან კარგი. ხო წარმოგიდგენიათ ეხლა კომუნისტებს იმაშრებიან, ანამუსებენ და ანადგურებენ ისევ და მაშინ რომ რაიკომის პირველ მდივანს ან აღმოსკომის თავმჯდომარეს აი ასეთი ეპიზოდი ქონოდა. ეს ხო ყოველას წარმოუდგენელი. რა დონეზე ვარ დაშვებულები და თანაც ხდება ეს გურიაში, რომელიც პოლიტიკის აკადემიაა ქართული. ნამდვილად.
აი, გიორგი, ამიტომ პოლიტიკური ალკოჰოლის მიღება ზედმეტი რაოდენობით არა, ეს ალკოჰოლის ბრალი არ არის, ეს იმის ბრალი, რომ სახელმწიფო მმართველობაში მოდიან უმციფარი ადამიანები. აი, მეც ალკოჰოლი არაფერს არ შეეხება. ხშირ შემთხვევაში. მომწიფებულ ადამიანს ალკოჰოლი კიდევაც ამშვენებს გარკვეულწილად უფრო ინტელექტის გაღრმავებასაც უწყობს. და ისე კი ბატონო, შალოს გავატანოთ ჩვენ მაშინ ის. კი, რა თქმა უნდა. აი, ვიცოდი რაღაც რომი გავატანოთ. ვიცოდი რაღაც გამიხარდებოდა განსაკუთრებულად. გარდა მაგის ბატონო შალვა ასევე ხელსარიალს არ გაგიშვებთ ეს ჩიპსი ლუდისა ჩვენგან საჩუქრად. რას ლაპარაკობთ? ადრე დაგეპატიჟეთ ამას მიმალავდი. აიდებეთ. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. ვეცდებით რომ ეს პროდუქცია ვისაც ძალიან უჭირს და ვიცით ამის თაობაზე იმას გავუსწავლო. უღრმესი მადლობა. აი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ხო, რისი კითხვა მინდოდა? პოლიტიკოსებს რო შევეხეთ ახლა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თქვენ გაქვთ, ძალიან კარგი იუმორის გზნობა არის პოლიტიკაში, ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ თუ გყავთ ვინმე გამორჩეული პოლიტიკოს იუმორის გარეშე არის ატომური ბომბი და საფრთხობელი. თქვენ გყავთ გამორჩეული ვინმე, აი, კარგი იუმორის გზნობის მქონე პოლიტიკოსი თქვენთვის? შევარდნაძე. ედუარდ შევარდნაძე. ეხაც რო იდება ხოლმე რაღაცები, ეხაც ძალიან მიყვარს რომ უყურებ. სხვა მე ქართულ პოლიტიკაში იუმორის მატარებელ მოღვაწეს ვერ დავასახელებ. შევარდნაძის და ჩემს გარდა. შამოვიდა ერთხელ ედუარდ შევარდნაძე, მაშინ ვიყავი დუშეთის დეპუტატი მაჟორიტარი. 93 წელია თუ 14. იქ დაათვალიერა, ნუ მაშინ ეგრე იყო მიღებული ეს მიწის ავარგულები იქ ბაზელთის ტბაზე. შენდებოდა მაშინ რაღაცა კომპლექსის დავათვალიერებინათ. შემდეგ წამოვიდა, მეც მოყვები უკან მანქანით, სადღაც ბულაჩაურთან, იქ სუფრა იყო გაშლილი მოკლედ. გააჩერა, რომ დამშვიდობების ცერემონიალი გამართულიყო და გადავედი ხლა როგორც ქართველებს შევ. მე ვთხარი ბატონო, ედო ასე ვერ გაგიშვებ. კი, შალვა, შეიძლება რომ იყოს არ გამიშვებდი. ხოდა მე მივხვდი რა სიზურველებთ ხოლმე შევარდნაძე უბრალოდ ასე აპრაგაგიო. არა, ძალიან მაგარი იუმორი ქონდა ძალიან. და დღევანდელ რეალობაზე რა სიტყვა? ერთი ის იყო, რა ქვია. პარლამენტში იყო ერთი დეპუტატი, ცოტა უჭირდა გონებრივად. და რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო იმ დროს შახრაი, ასეთი სასწაული კომედიური გვარი. თქვენ არ გესწრებათ? არა, ხო. ხო, უმაღლეს ელიტაში იყო და საკმაოდ აფხაზეთთან და ცხინვალთან მაშინ კონფლიქტი მიდიოდა, არც თუ სასიამოვნო როლს ასრულებდა და ამიტომ ხშირად იყო ლანძღვა გენების ობიექტი ჩვენგან. კი ბატონო. ხო. და იქ ფოიეში ვდგავართ, იქვია შევარდნაძე და ეს გონებრივად ჩამორჩენილი დეპუტატი თურმე მოსკოვის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა თავის დროზე. ոչ არ მოგიდგენია თქო. ან ვინ მიიღო დაუჯერებელი. ხო და ჩამოვარდა შახრაიზე ესე ვლაპარაკი, ყველა აგინებს ამ შახრაის. თითქოს ის უბედრობა რაც დაგუტელდა შახრაის ბრალი იყო მარტო და საკუთარ ბრალს ვერ ხედავთ ხშირად ქართველები. ხო და ამან თქვა ამ გონება ჩამორჩენილმა რომ შახრაის მე უკითხავდი ლექციებს მოსკოვის უნივერსიტეტშიო. და შევარდნაძე გაშტერდა და ეტყობა. კაი გზაზე დააყენეთ. ეთყობა. აუ გაასწორა ვიცასთან. ეხლა დღეს როგორ ფიქრობთ, რამდენად კაი არის სპორტსმენები რო ყავს, იუმორისტები უკეთესი ხო არ იქნებოდა რო ყოფილიყო მთავრობაში ვიდრე. სხვათა შორის სინგაპური მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი განვითარებული მსოფლიო მეგაპოლისი. კი ბატონო. მე ვიტყოდი სუპერ სახელმწიფო თავისთვის სიმცირის მიუხედავად ისე გამოიყენა ეს წყნარი და ინდოეთის ოკეანის შემეერთებელი სავაჭრო გზები, რომ მაქსიმუმი გამოწვევა იქედან და აი ეს ლიქუანი, რომელმაც დააარსა 50-იან წლებში აღნიშნული ჯუჯა სახელმწიფო შეიძლება ითქვას გეოგრაფიულად, ის უარზე წავიდა, რომ აი დემოკრატია დამყარებულიყო მრავალპარტიული. და რით დაასაბუთა, იცით ეს? ეხლა აქ მე დავუშვა, ის რა ქვია, დემოკრატია, რასაც მიკიჟინებთო. აქ აირჩევენო დეპუტატებოთო მსახიობებს და სპორტსმენებს და დაგემხობათ თავზე ყველაფერს. ანუ სანამ სპორტსმენები, მსახიობები, მწერლები სხედან პარლამენტსა და პოლიტიკის უმაღლეს საფეხურებზე, არაფერი საქართველოს არ ეშველება. არაფერი წინსვლა არ იქნება
მთელი მსოფლიო რო დაირაზმოს და მარსიანელებიც რო დაეხმარნენ ჩვენთვის ინვესტიციები ჩასადებად. არაფერი, ყველაფერი აორთქლდება, ყველაფერი იქნება მითვისებული. სამწუხაროდ ეს არის სახეობა ქართველი სპორტსმენები არის ორფეხიან ბოროტმოქმედთა განსაკუთრებული სახეობა და ინდონეზია საქმე მისული ხლა შეიძლება გულშემატკივრებს ვაწყენო მე თვითონ გულშემატკივრი ვარ სანამ სპორტსმენი სპორტსმენობს მაგრამ მე უყურებ როგორც მტერს ქვეყნის მტერს ხო ხო და შეიძლება გამინაწყენდნენ ამას რო ამბობ მაგრამ უკვე აღარ მიხარია ხშირად სპორტული წარმატება. რატომღაც მეჩვენება უკვე და იმედია ეს მეჩვენება, რომ პოლიტიკაში მომაკითხავს და ქვეყნის გამოწვევას დაიწყებს და ჩვენ მომავალ თაობას გაუფუჭებს სავალ გზას იმდენს მოვიპარავს. ეხლა უკვე ძალიან პატივისცემეს ვარსკვლავია ეს კვარაცხელია, მას მისცეს რაღაცა ბიზნესში ჩააბეს, უკვე დაუწყეს ნელ-ნელა შემოთრევა. მარტივად რო ვთქვათ, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში და მე უფრო დავარებული იქნება. ტრაქტორისტი ბოინგის მართვა შეეცდება, ბოინგს კატასტროფა უწევია. შეიძლება ნიჭიერი იყოს. შედარებებზე ამბობდი, ხო ეხლა თუ გატყვაზე წავალ კი, მაგრამ მე მაქვს ერთი ესეთი ის რა, ძალიან მიყვარდა ყოველთვის თქვენი შედარებები ხოლმე, იმას ქართველი ლუი დე ფინესი, მახსოვს კოპახაბაზზე. ხაბაზი ეხლა რო შემხდება ჩემი ნათლი ახარო და დიდი სიყვარული ხდება. სხვა კარგი წესიერი ეროვნული მოძრაობიდან წამოსული პიროვნება. ნოღაიდელი დაღლილი ვირი და ბოლო დროს აღარ გამიდი. ნოღაიდელი დაღლილი ვირი აღარ არის, ნოღაიდელი გამილიონერებული თუ გამილიარდერებული ჯორია. შეიცვალა. ახლები ხო არის. თელი ენერგოპრო ჯორჯიას შემოსავლები ნოღაიდელისა და მისი ოჯახისაა და 23 თეთრიან ელექტროენერგიას გვაძლევს 30 თეთრად და ნუ კაცისთვის გაისროლა შეიძლება ითქვას ავრორა. კი ბატონო. ახლები არ არის ეგეთი? რამე რო შევალა. ზედმეტ სახელები რაც ჩვენ არ ვიცით და არ გაჟღერებულა. აი ბოლოს ერთი კვირის წინ მოეწონათ ისა დავარქვი ბიზნე გადამშენებელი. ხო ყავდა დავით აღმაშენებელი, ხო ბიზნე გადამშენებელი. ხო აბა მთელი არაბები აქ შემოყავს და გადაგვაშენა და სხვადასხვა იქ ამერიკაში მქონდა ერთ-ერთი შეხვედრა ჩვენს დიდ მეგობარ ვილსონთან, რომელიც არის რისხვა ივანიშვილის და ქართველი ხალხის უდიდესი მეგობარი. ხო და იქ ნუ ისაუბრე და მე უთხარი ნუ ხლა საშინელი მდგომარეობა ქართული პოლიტიკური გონი მთელ სოფლიოში ბრწყინავდა. ქართველები სოფლიოს რუკას ხატავდნენ და წერდნენ და დღეს უკვე პარტიულად წარმომადგენელი არ ყავს საერთაშორისო არენაზე აღარ ესაუბრე შიდა დემოკრატიას და მონღოლეთზე დაბალ დონეზე დავედით. მონღოლეთი შერაგონიო მე ვიყავი ვიზიტა თუ გაქანებული დემოკრატიაო მრავალპარტიულობა არჩევითი პარლამენტი როცა საჭირო მთავრობამ გადადგება ირჩევენ ახალს 3-4 პარტია მოვიდა შეცვალეს ერთმანეთი ბოლო წლებში ანუ მე თუ შევწყვე მე და ბოდიში თუმცა მე ბოლოს მონღოლეთის ისტორიას აღარ გავცნობი ვარ ამით გამოვძვერი ქართული პოლიტიკური ისტორიიდან რომელი იყო თქვენთვის ყველაზე ისეთი კარგი პერიოდი აი ბოლო 36 წელი რო ავიღოთ ეგრე რო ვთქვათ რა რა ვიცი ყველაზე ისეთი პერიოდი რა სახშიც საუბრობდით იმ დღეს აი არ მახსოვს რა ჩემთვის 7 პერიოდი რას პოლიტიკაში შემოვედი კი ახლა არ ვიხსენებ სასიამოვნო იმ პოლიტიკაში შემოსვლის დღეს გადაწყვეტილებას როცა ეს მივიღე მაგრამ როგორ არის ახლა ეს პოლიტიკა ხო არ არის სამსახურში დანიშნვა და შტატიანით ამდეობა ეს მისია სულიერი მისია შეიძლება ითქვას პასუხისგებლობა და ვალდებულება ეს ვალდებულება პოლიტიკოს მიხვება სამარეშიც იმიტომ რომ მისი გაკეთებული ან არ გაკეთებული საქმეები აგრძელებენ ან ნგრევას ან პროგრესს ხო ამიტომ მე რაც თავი მახსოვს და პოლიტიკაში ვარ 7 და სასიამოვნოდ გასახსენებელი დღეები არ მქონია რომ აი მომგვაროს რელაქსაციური მომენტი ეგეთი არ ყოფილა ესე როგორც კი პარლამენტში მოხვდი 92 წელს ამირჩიეს მე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ და ეს მთელი საკანონმდებლო სივრცე არაფერი კანონი არ ქონდა არაფერზე უბრალოდ გვერქვა დამოუკიდებელი სახელმწიფო არც ვალუტა იყო ეროვნული არც კონსტიტუცია იყო არც მოქალაქეობის კანონი არც პარლამენტის რეგლამენტი არც პოლიტიკური პარტიების კანონი არც პოლიტიკური ფრაქციების კანონი არც სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის შესაბამისი ორგანული ნორმატიული აქტები ყველაფერი გახდა სამოქალაქო კოდექსი არ იყო არაფერი არ იყო ყველაფერი გახდა ჩემი პირადად ჩემი დასაწერი შეიძლება ითქვას და ორი ახალგაზრდა მყავდა ძალიან ნიჭიერი რომლებიც მეხმარებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები დავიძახე
ძალიან იჭერი ლექციის საკითხვაში, წარმოუდგენელი ტალანტი გადმოდიოდა, მაგრამ ვერც ერთმა კანონი ვერ დაწერა. აჰა. ეს დაახლოებით იგივე ვარიანტია, აი ვარსკვლავი ფეხბურთელი რომ წვრთნელად არ ვარგა, ხო ვიცით? ეს პელემიც კი ჩაფლავდა. სხვის დაწერებს ჩვენი ვრად ასრულებს, მაგრამ თვითონ ვერ იმაშურებს, ხო, ვერ ახორციელებს. ამიტომ ეს ყველაფერი გახდა ჩემ დაასერდი. ეხლა ერთი იყო დაწერა. მეორე პრობლემა გახდათ ტექნიკური, ეხლა შეიძლება აქ უცნაურად ჟღერდეს. ქსეროქსი ერთი იდგა მარტო პარლამენტში. და იქ იყო რიგი, ვისი დოკუმენტი გადამრავლდებოდა. ხო და ამიტომ იქ შეუძლებელი იყო 235 დეპუტატზე კანონ პროექტი გადაგემრავლებია. ხელფასი მქონდა 120 მანეთი. 120 მანეთი. 92 თქვით ხო ეს? 92 პარლამენტში. ხო ისე მანეთები იყო, რუბლი იყო. ამ ფულით ქალაქში ვაგზავნიდი თანაშემწეს, რომელიღაც კერძო ქსეროქსზე და ესენი დისკაუნტით გვიმრავლებდნენ, რომ დეპუტატებს ქონიყოთ კანონი, რომელსაც არ კითხულობდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კანონს არ მისცემდი, ხმას არ გაძლევდნენ. აჰა. პროექტორ მოგვეცი, ეთქო აგროვებდნენ თუ კოლექცია. ბევრი არ კითხულობ, ახლა ბევრი კითხულობ. ხელფასიდან გამომდინარე მაკულატურის ჩაბარების თემაც იქნებოდა ამ პერიოდში ალბათ. ალბათ აგროვდებოდა, ხო. ხო, აი ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ 26 პარტია იყო წარმოდგენილი. ხო. დიადი ლიდერები თავი რო ეგონათ, დაახლოებით ნაპოლეონი თუ არა, კალიგულა მაინც, ხო. ხო. და ყველას ჰქონდა თავისი განუმეორებელი აზრი. რა თქმა უნდა, ხშირად იდიოტურიც, როგორც სიდიადეს შევია, ხო. მაგრამ ამას ვერ ეთყოდი პირში, რომ ეს სულელე როგორ მოგივიდა აზრად. უნდა გეთქვა, რომ აიცით, აი ძალიან ორიგინალური მოსაზრება, რომელსაც შემდგომში გავითვალისწინებ და გაძლევდა უკვე მას. ანუ ეს 3 წელი იყო ასე ხოლმე თანამდებობა მეგავდა რაღაცა ჩემი თავისუფლებას მეხედა, ხო? ეს 3 წელი იყო ჩემი ტრიბუნაზე დგომის, აი საჟელი 26 პარტიასთან ოპონირების, კიდე კარგი ახლა უმრავლესობა პატივისცემდა და ჩემს მიმართ არ ქონიათ რამე აგრესია. იგივე იარაღის ტარების აკრძალვის კანონი წვეთდა საქართველოს ბედს. ყველა დადიოდა იარაღით. დიდი ან პატარა ერნა და მედიოდა პირდაპირ საქმეების გარჩევა შულში მიჭერით, სროლით, გახრეტით და ესეთი ამბები იყო. ხო და როდესაც ამ კანონის პროცედურები დავიწყეთ, შევარდნაძეს მე თვითონ ვთხოვე, რომ არ ჩამოხვიდე მეთქი ამის განხილვის დროს, იმიტომ რომ ამას რო დაინახავდნენ, არ როგორც ხაცწითელი ნაჭერი დაანახო, ისეთი ელეთმელეთი მოძდიოდათ იმ ოპოზიციებს და იმ მხედრინოს და იმ უკვე დატაკებული იყო იმათთან, ხო? არ ჩამოხვიდე მეთქი მე მივხედავ ამ კანონს, ხო? შემდგომ, როდესაც ეს კანონი გავიტანე, ქარიშხალი დატრიალდა, რადგან ვისაც უკძალავდი ამ ავტომატური იარაღის ტარებას, მხედრინოს და გვარდიას იქიჯდნენ და კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი მთელი ეს კბილებს ვაკრეჭუნებდნენ. ავტომატიზმი და პარლამენტში. ხო. ავტომატ, კი. ხო და ჯერ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ქარიშხლის რო იცის და მე ვხედავ ჯაბა იოსელიანი გავიდა მიკროფონთან. ახლა ეს რეჟისორი იყო და იცოდა ეს ორატორი, ნიჭიერი კაცი იყო სხვათა შორის. ჩაახვილა, კაცო, ამას რას ვხედავ? ეს სახელმწიფო გადატრიალებას დაწყო. თქვენ გაგიგიეთ, ხო ქართველი ვაჟკაცი ხმალის და იარაღის გარეშე, ხანჯრის გარეშე. აი რას გიგეთებს, როგორ უნდა დავიცვათო საქართველოს? ამდენი კრიმინალისგანო ჯაბა ამოს. გარემტრებისგანო, იქ ომია, იქ ეს არის. ხო. მე ის იყო ერთი დეპუტატი, საყვარელი პიროვნება ძალიან პატივისცემ დღემდე როინი ლიპარტელიანი, პრეზიდენტად სიყრიდა კენჭს. დავით აღმაშენებლის პარტია ქონდა, ესე დაარქვა, ხო და ამაზე შევარდნაძე იცინოდა გულიანად ძალიან პარტიზე. ხო. და იმან თქვა როინმა, რომ რას ქვიო, კაცო? რას ქვიო? ქართველ ვაჟკაცებსო, უნდა იმის უფლებაც მივცეთო, რომ ავიაგამონადგურებლები ყავდეთ საკუთარი და ბოსტნიდან აფრინდან სამშობლოს ასწავლო. სანგრები და ისინი. ხო, რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ დანარჩენები ძალიან ცუდ ხასიათზე იყვნენ და მივხვდი, რომ უნდა ამუშავებულიყო აქ მე არაფერი მამივას პრინციპი აი ძველ ვოდევილებში ის ქაბატონი რეუბნება ვასო გოზიაშვილს თქვენ შეგიძლიათ სიყვარულის გამო მსხვერპლი გაიღოთ. მე არაფერი მამივა რო გეკითხება. ხო. აი დაახლოებით ეგ მომენტი და ჩაუწერე რომ დეპუტატს უფლება აქვს ატაროს იარაღი, არა ავტომატური და ეს უფლება უნარჩუნდება დეპუტატობის შემდეგაც. როგორც კი საიკითხეს სულ ყველა მის საქმე ჯაბა იოსელიანი ჩათვლა. თორმე საჭირო არ ყოფილა ის რა ქვია, ყველა ქართველს კონდეს იარაღი აფრინდეს იქიდან თავისი ბოსტნიდან.
და დამთავრდა სამოქალაქო ომი საქართველოში ამით. დღეს ისე შეარაღებული ფორმირებების საქმე ყველაფერი დამთავრდა ამ კამით. დღეს როგორ უყურებთ მაგრეალობას ანუ იარაღის დარების ამბავზე, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა კამათი მაგაზე, კამათი რა საუბარი გქონდა, იმიტომ რომ მე ის ვარ. ცოტა შეიცვალა თქო საქართველოში ის რეალობა, რომ ადამიანს უნდა კონდეს თავდაცვის საშუალება ალბათ უფრო რა. შენ უფრო კარგად იტყვი მაგას. ის კანონი კარგად არეგულირებს ამ საკითხს, ყველას აქვს იარაღის, ნახევრად ავტომატური იარაღის შენახვის უფლება. კი ბატონო. სახლში, ამიტომ თუ პირადი საფრთხე შეექმნა პიროვნებას და ოჯახს, შეუძლია იარაღის გამოყენება აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის პარკლებში. ღმერთთან დაგვიფაროს, მაგრამ ქუჩაში იარაღის სიარული კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს, იმიტომ რომ ამას მოხდება ახალი სამოქალაქო დაპირისპირება. კი, მე რას ვამბობ, ანუ მე მგონია რომ მაშინ ან არავის არ უნდა კონდეს, ანუ ჩემთვის მაგალითად არც დეპუტატი არის პრივილეგირებული მაგ კუთხით, რომ უნდა კონდეს დარების უფლება, არც არავინ საერთოდ, ან არავის არ უნდა კონდეს, ან ყველას უნდა კონდეს. პოლიციის გარდა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, პოლიციის. ამაში სრულად გეთანხმებით ის რაც მოგიყევით ნამდვილად ჩემი ჩაწერილია კანონში, რომ უფრო დიდი საფრთხე ამეცილებინა ქვეყანისთვის. ხო, მაგრამ არ გამოვიდოდა და მაგრამ მე ამის გაუქმება შეიძლება 2 წუთში, როგორც აუქმებენ კონსტიტუციას და ყველაფერს რაც უნდა. მაგრამ აღარ აუქმებენ ეს. რა თქმა უნდა, არც დეპუტატებს არ უნდა კონდეთ იარაღის დარების უფლება. არავითარი შენახვის უფლებით ხოლოდ და მხოლოდ. ამას როგორც კი შევცვლით ამ რეჟიმს და იმედია ეს ასე მოხდება და პარლამენტში შევალთ, პირველ რიგში მე გავაუქმებ თვითონ. და უნდა გართულდეს ჩემი აზრით ნებართვის აღების. ნებართვის აღება კი. იმიტომ რომ სასაცილოა 14 კითხვაა და 15 გოდიში. ხო 15 კითხვა არის და 2 შეცდომის უფლება გაქვს. ხო, ნუ აი. ხო, არის ეგ ტესტირება და მე დაასწრებ. სანადირო და თავდაცვის იმაზე არის. თქვა ალკოჰოლიზმზე, ნარკოტიკებზე და მეგონი ფსიქოტესტს არა ის რა ქვია, როგორც ისინი ასამართლები თუ ხარ რაღაცა მაგ შემთხვევაში ვერ გადიხარ. ნუ ეგ ლოგიკურია. თუ არ ხდები, ხო ზუსტად არის, მაგრამ ისე იმდენად სასაცილოა, 15 კითხვა არის, ანუ არის რა პრავის ტესტზე ხო არის 1600 თუ რაღაცა და მოგივა 30, იქ 15 მეტი პრავის ჩაბარება ჯობია ჰარვარდში ჩავყავ. რაღაც მომენტში კი. აქ მარტო 15 კითხვა და თან 2 შეცდომის უფლება. არა, იმასაც არა ის კითხვებიც მაგარია, ხო. რა ქვია, სროლა. მეგობართან ზარი შეიძლება. შეიძლება ალბათ გახვიდე მაგას დახმარება გაქვს. არა, ისეთი კითხვებია რა, შეიძლება რომ ჩახედო დატენილია რა. შეიძლება თუ არა. ხო, არა, ეხლა რა თქმა უნდა, რომ თავისით ისვრისო ზოგჯერ, მაინც ეს ძალიან ფრთხილი სფეროა და ამიტომ რა თქმა უნდა, ამ საკითხშიც კორექტირება საჭირო კანონმდებლობის, რომ მაქსიმალურად ვიწრო წრეს კონდეს ტარების უფლებით. ვისაც აქვს რეალურად მაგის ან მონადირეა, ან რაღაცა სხვა. ხო, მონადირეა თქვათ, ან სპეციალურ ორგანოებში მუშაობს და მსხვერპლდება და სხვა. არა, სანადიროთ ოფისის გადაადგილებასაც თავის ისინი აქვს. ისე სხვათა შორის თქვენ ახსენეთ, რომ პირველად რო შევდგი ფეხიო ამ პოლიტიკაშიო და პოლიტიკოსი რო არა როგორ საით წავიდო და თქვენი გზა აი ესე რომ ვთქვათ. მე ვიცი. თუ წარმოგიდგენიათ. მე ვიცი, თქვენ დაგიხმარებით. მე ღამე შოუს წამყვანი. ისე? ხო. ქარიზმა ძალიან კარგი გაგვიდგა. თქვენ ვერ გაჭირებული, მაგრამ შოუს ალბათ. არა, მე დარწმუნებული ვარ. არა. საუკეთესო იქნებოდით. ალბათ დიდი მადლობა. ალბათ წავიდო და იმ გზით რა გზაც მქონდა ასევე არჩეული, მაგრამ აი მე გადავუხვი ამ გზიდან მეცნიერება. მე დიპლომატურ აკადემიის ასპირანტურა მაქვს მოსკოვში დამთავრებული. საერთაშორისო სამართალია ჩემი სპეციალობა კოსმოსური სამართლის ქვეპროფილით. მუშაობდი ძალიან აქტიურად აი ამ ციურის ხელოვნების ათვისების სამართლებრივი საკითხებზე რა პრობლემაც ახლა დაუდგა კაცობრიობას ახლა მას კიდე ესენი მარსზე და თვარეზე ბაზებს და ყველაფერს აშენებენ ეგრე არ არის უპრაგონოდ მაგას არეგულირებს საერთაშორისო სამართალი კაცობრიობის საერთო საკუთრებად არის კოსმოსი გამოცხადებული არავის არ აქვს უფლება ახლა იქ ოკუპაცია გააკეთოს და მიითვისოს რომელიმე პლანეტა მე ვიცი 1-2 სახელმწიფო იზამს მაინც უკვე გამოაცხადეს რუსებმა უკვე გამოაცხადეს რომ ვენერაო ეს რუსული პლანეტაო იმიტომ რომ მაგათმა ორმა აპარატმა 80-იან წლებში მიაღწია ვენერას ზედაპირს. კი, ვიცი. იქ არის 470 გრადუსი სიცხე. აი ჯოჯოხეთი მართლა ეთყობა ჯოჯოხეთში ვინც მიდის იქ ვენერაზე. ეს აპარატები გარკვეული ხანი ზედაპირზე აი ამ უდიდესი წნევის და სიცხის პირობებში იღებდნენ სურათებს მარსის ზედაპირის. მერე ეს ვერავინ ვეღარ შეძლო. ამიტომ გამოაცხადა ლოთი მედვედევი რო ყავთ რომ მე ვენერაო რუსული პლანეტაო. ამერიკელები ახლა მარსზე ჩალიჩობენ. იქ ჩინელები მთვარეზე აპირებენ ბაზას, ანუ იქაც მიდის, აი რაც ხდებოდა დიდი კოლონიური დაპყრობების ეპოქაში, გეოგრაფიული აღმოჩენების დროს კოლონიური დაუფლებები მთელი კონტინენტების
დაახლოებით ეგეთი ტენდენციები იგრძნობა კოსმოსში და ეს მომავალში პრობლემა დაუდგება კაცობრიობას 100 წლის შემდეგ, 500 წლის მერე, 1000 წლის მერე. ამიტომ ეხლავე იყო დარეგულირება მაგ თემების საჭირო, მაგრამ ნუ მე გამოვეთიში ამ საკითხზე და მე და მიხედავ სკოლის დარჩენ მეცნიერებაში. აი თქვენ უნდა დარჩენილიყავით, კარგად გადაანაწილებდით ახლა. ეს შემთხვევით ნამდვილად კარგი იქნებოდა. რუსები უნდა გაგვეშვა მერკურიზე. იყვნენ იქ მოიხარშონ. არა, ვენერასაც კარგად მოიხარშონ. მარსი აქეთ ქართული ნახევარი ჩვენი, ნახევარი ამერიკის. ჩვენ უფრო გვაწყობს ახალი აღმოჩენილი პლანეტა სხვა მზის სისტემაში. ეს არის K18. დედამიწას დაახლოებით 2.5 ჯერ დიდია. მთლიანად შედგება ოკეანისგან, როგორც ვარაუდობენ. ეს ჯეიმს უების ტელესკოპმა აღმოაჩინა, რომელიც გახლავთ აი ძალიან გვიტყვეს სამყაროს ღრმა შრეებში შემსვლელი აპარატი და ეს ოკეანის არსებობა დაადგინა ამ აპარატმა იმით, რომ აი ზღვაზე რო გავდივართ, სუნი ხო დგა. ეს არის პლანქტონის და იქ მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმებისგან გამოყოფილი ცხოველმოქმედების ნარჩენები, აი სუნი ზღვის რაც ვიცით რა არომატი. და აი ეს ნივთიერებები დააფიქსირა იმ უების აპარატმა და დაადგინა რომ ცოცხალი ორგანიზმის გარდა ამ ნივთიერებას ვერ გამოყოფს ვერავინ. ცები ამიაკის ნიშნები. ამიაკი შეიძლება გამოყოს ვულკანმა მაგალითად. ანუ გეოლოგურმა პროცესმა. მარსზეც არის ამიაკის ნიშნები. თან სეზონურად არის ეს ნიშნები და ბევრი მეცნიერი ვარაუდობდა რომ იქ ალბათ არის რაღაცა გარკვეული სცენარეები, რომლებიც სეზონის მიხედვით თქვათ იწყებენ ლპობას და უშვებენ ამიაკს, მაგრამ ახლა ნუ სცენარე არ ჩანს მაგზე არანაირი. შეიძლება ხავსები და მღიერები ეგ არავინ არ იცის. ხო, მაგრამ აი აქ აი ამ პლანეტაზე უკვე რეალურად არსებობს ძალიან დიდი ოკეანი და სიცოცხლის შესაბამისად. ასე რომ ზის სისტემა ამ კუთხით ღარიბია. ხო, ღარიბია მაინც. ნუ თვალს კიდე ადევნებთ იმ ყველაფერს მაინც. არა, თვალს ვადევნებ, კი, იმიტომ რომ ნუ მაინც ახლა სპეციალობა ჩემი მეცნიერული პროფილი ასე რომ ვთქვა და ინტერესის სფეროც არის. მე ვიცი რომ თქვენ ბევრი გიმოგზაურიათ ყველაფერთან ერთად და ეხლა რუსეთი რო ვახსენეთ უბრალოდ მაქედან. ყველაზე ცუდი ქვეყანა სადაც ყოფილხართ მივლინებით მოდით ესე ვთქვა. ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ცუდი ქვეყანა იყო, რადგანაც მოგზაურობა ისეთი დაუვიწყარი განცდა, რომ რაც არ უნდა ცუდი რამ ნახო, სიახლეა და კარგად რჩება თავში. ამიტომაა რომ ეხლა მაგალითად შვედეთში ასეთი პროტოკოლი შემოვიდა, ექიმები უნიშნავენ მოგზაურობას. აი ადამიანებს, ვისაც აქვს თქვას ნევროზი, დეპრესია, აი ეს ფსიქოლოგიური გადაღლა, არამე ორგანული დაავადება. მოგზაურობას უნიშნავენ ორ კვირიანს, ერთ კვირიანს, და მოგზაურობის დროს დადგინდა რომ გადის ეს სიმპტომები. და შეიძლება მორჩეს ადამიანი. ეხლა შვედეთში მიდის დავა იმაზე, რომ ეს დაუფინანსოს სახელმწიფომ ეს მოგზაურობა თუ არა. და დარწმუნებული ვარ დაუფინანსებენ და აქ კიბოთი დაავადებულ მეოთხე სტადიის პაციენტებს ქიმიოთერაპიასაც არ უფინანსებენ. აი ამ დონეზე ვართ. აი ეს განსხვავება ჩვენსა და ევროპას შორის. მაგრამ მაინც აი ისე რომ ვთქვათ რომ ყველაზე ცუდი მოგონება რომელმა ქვეყანამ დაგიდოვოთ. აი ის კი არა ცუდი იყო თვითონ ქვეყანა, არა, აი ცუდი რამე შეგემთხვათ, რამე ისტორია მაგალითად რამე ისტორია. არცეთ მე ხლა მე ძირითადად ჩემი მოგზაურობა იყო ოფიციალური, ანუ ვიზიტები იყო. თუ არ ჩავთვლით ახლა რუსეთს, რომელიც იყო საბჭოთა კავშირი, მე ვიყავი საბჭოთა კავშირის მოქალაქე, დავიბადე ასეთად. და ამიტომ იქ არ თვლიდი რომ უცხო ვიყავიან რაღაცა და ნუ ჩემმა სიჭაბუკემ გაერხა მოსკოვში, გარკვეულად ციმბირში და ნუ დაუწყეს შავეჭილებები დამრჩა თქვა ტაიგიდან დაწყებული და ნუ არბატი დაგვირგვინებული, რომელიც ხელოვნების მექად ითვლება დღესაც. ახლა ის პოლიტიკა რო ღვთისმიდან გადავარდნილია რუსეთის ერთია, მაგრამ იქ არის სხვა სფეროები, მეცნიერება, ხელოვნება, თვითონ ხალხი, საოცარი კეთილი, გულიანი ისეთი სტუმართმოყვარე განსაკუთრებით ციმბირში. იქ უკრაინელებია ძალიან ბევრი ციმბირში, უკრაინული წარმოშობის მოსახლეობა. ამიტომ ისეთი მიღება იციან და გადაყოლა სტუმრად რომ მიყვალ. ყველა თითქმის შეიძლება შეადარო აქაურ ჩოროიღებს სტუმრებს ხო ესეთი. მიზეზი გასაგებია რატო არიან ბევრი უკრაინელები ციმბირში, ალბათ მიხვდებოდით. ხო, თავის დროზე საბჭოთა კავშირმა იზრუნა მაგაზე. საბჭოთა კავშირმა არა მარტო ამაზე იზრუნა, საბჭოთა კავშირს მართავდნენ თქვენ ახლა ასაკით რა თქმა უნდა პატარები ხართ, საბჭოთა კავშირს მართავდა უკრაინული ელიტა.
საბჭოთა კავშირს. ისტორია ასე მიდიოდა უხეშად რომ დავაფრაგმენტიროთ მეფის ჩამოგდების შემდეგ კრემლში მოვიდნენ ხასიდი ებრაელები. 21 პოლიტბიუროს წევრიდან 19 იყო ხასიდი ებრაელი. კამენევი, ზინოვიევი, ტროცკი, რიკოვი, რა ვიცი, ყველა ტომსკი. ლენინსაც მაგას აბრალებენ ებრაელი იყო. როგორ? ლენინსაც ლენინი ებრაელი იყო, ბლანკის კალი იყო დედამისი, კი. ორი იყო არა ებრაელი, სტალინი, ქართველი და სომეხი მიქოიანი. აი ეს მთელი ისტორია, რუსი არც ერთი არ იყო, არც ერთი. მერე ეს ებრაელები კრემლიდან გაყარეს ქართველებმა. ჩემი ძლია გითხრათ პასუხისგებლობით და იყო ქართული დიქტატურა, ფაქტურად იმპერია ექვემდებარებოდა ქართველებს. ეს ფაქტია. ხო. და შემდგომ ქართველები კრემლიდან გააძევავენ უკრაინულმა ელიტამ. ის ხრუშოვი, ბრეჟნევი, ჩერნენკო, გარბაჩოვი, ეს მთელი შემდგომი ხელმძღვანელობა და პოლიტბიუროს წევრები, პოდგორნი, შელეპინი, შელესტი, პოლიანსკი, შერბიცკი, ეს ყველა იყო უკრაინელი. აბსოლუტურად. მაგიტო არის ნაწყები. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ელიტასა და უკრაინულ პოლიტიკურ ელიტას ერთმანეთი არ უყვარდა. იმიტომ რომ იყო მძაფრი კონკურენცია იმ დონეზე, რომ გამოათრიეს სტალინი მავზოლეუმიდან და დამარხეს იქ დემონსტრაციულად იქ უკან და ცხონდა ამით პრინციპი. განსხვავების ხო, მაგრამ იმათებურად ცუდი გაუკეთეს. ხო. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეხლა ის ომი, რომელიც მიდის უკრაინაში, გარკვეულწილად, გარდა იმისა, რომ აგრესია ეს პირდაპირი მასკალების როგორც უკრაინაში უძახიან, გარკვეულწილად არის იმისი მტკიცებაც, ვინ უფრო მაგარი რუსია. ანუ კიევის რუსეთია პრიორიტეტი და მთავარი ამ ევრაზიის სივრცეზე თუ მასკალები და კიეველი რუსები ამათ მონღოლებთან შერეულს უწოდებენ. ანუ არ სულიან სულთა სლავებად. ანუ ეს ცივილიზაციური დაპირისპირებაც არის ამ ომში. გასაგებია რომ ინგლისიც წააკეზებს, ამერიკაც წააკეზებს, რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია, კონკურენცია საერთაშორისო არენაზე შეუნდა მიხედოს შენ თავს თვითონ, თორემ საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობს ახლა მეგობარი ადამიანებს შორის. იქ არის პარტნიორი ინტერესების დამთხევა. არ ემთხვევა ინტერესები. ხო, ამ შემთხვევაში უკვე ხდება კონფლიქტი რაღაცა. ამბავში რაღაცა მაგ შემთხვევაში თუ მეგობრობთ, თორე ისე რა თქმა უნდა, ამიტომ ახლა ამ რთულ გეოპოლიტიკურ პროცესებს სჭირდება სერიოზული გათვლები. ახლა რა გათვლა უნდა მოსთხოვა იმას, რა ქვია, კობახიძეს, იონიშვილის, გარიბაშვილის, პაპუაშვილის, ლილუაშვილის და ღმერთს დიდი მადლობა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და ეგ სტუდიაში ვსვივართ აქ. აი ამ რთულ მდუღარი მსოფლიოში აბსოლუტურად მიგვაქანებს ისტორიის ქარიშხალი მსოფლიო ოკეანეში. არავით არის გათვლა, არავით არის პროგნოზი, არავით არის პოლიტიკა, არავით არის სტრატეგია არ არსებობს. მართლა ღმერთს უყვარს. ო, რისი თქმა მინდა და ეხლა YouTube-ზე ვართ და თქვენ რამე არხის გამოწერა, ეს არის სტანდარტული ფრაზა ხოლმე, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. რაიმე კუთხით ისე რომ შევფუთოთ, რომ ლოზუნგი გავაკეთოთ რაიმე პოლიტიკური. ერთხელაც გამოიწერეთ ჩვენი არხი. შათვალეთ რომ მე თქვენ არხი გამოწერეთ. უღრესი მადლობა. რამე აი გუნდიში თქვათ რამე ტექსტი მიდი დამეხმარე. აი ასე აისრული ოცნება გამოიწერე YouTube-ზე. დავა მე არ მაგრამ ოცნების დისკრედიტაცია მოხდაო. დავა შეიძლება აღარ გამოიწერო. გამოიწერე სანამ დაგასწრებენ. აჰა, всё, გამოიწერე სანამ დაგასწრებენ. ეს კონკურენცია იმას იზავს, შემოვიდანს. თქვენი ისინი იყო ხოლმე იქ ის ფრაზა რო იყო დიდას ვართმევთ ღარიბს ვაძლევთ რაღაცა თქვენი ისინი რო იყო ლოზუნგები. ამაზე გუნდი მუშაობდა თუ თქვენ რო იტყოდით ეგ იყო ხოლმე ვსო? ეს იყო გულიდან ამოსული სიტყვა, იმიტომ რომ საქართველოს გაუბედურება და გაღატაკება და ესე დაქცევა და არაბიზაცია გამოიწვია იმან, რომ დიდრემა ჩაიგდეს ხელში არაპროპორციულად დიდი სიმდიდრე დაუმსახურებლად და შემდგომ პოლიტიკაც ჩაიგდეს ხელში. ანუ ელიტა სიმდიდრით პოლიტიკა ჩაიგდეს. წინ წამოწეული ვიდრე ანუ კაცობრიობის მთელი საქმიანობა და მოღვაწეობა რა ფორმულას ეყრდნობოდა ისტორიაში. დიდართა კლანი უნდა ჩაეწიათ მმართველობიდან. სანამ ეს არ მოხდა, აი ვთქვათ, აბსოლუტიზმი გაერა, феодаლიზმი გაერა, მანამდე მმართველობა გაერა, ხო? სანამ არ ჩაწიეს მქონებელთა ფენა მმართველობიდან, მანამდე არ დაიწყო არც ტექნიკური პროგრესი. ვერც ბირთვულ საიდუმლოებაში ჩასვლა კაცობრიობა, ვერც კოსმოსი, ვერც შიგაწვის ზრავა გამოიგონა, ვერც თვითმფრინავი გამოიგონა. როგორც კი აი ეს მდიდართა
ტირანები ესენი არიან ტირანები ესენი აი ხო ხედავთ აქ რა საკეთებენ აი ბოლომდე არიან ბრჭყალებით ჩაჯიდებული ძალაუფლებას და არაძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას არც ერთ სფეროს ყველაფერი თავისად მიაჩნიათ და წარმოუდგენიათ საკუთარი თავი ყველაზე მაღლა მდგომად იმიტომ რომ მათ ფული იშოვეს და ვინც ფული ვერ იშოვა მიაჩნიათ რომ ის დაბალი დონის გონებაში მოგიეს მათი კომპლექსია და არა ბრალი გარკვეულწილად მათი მდგომარეობის კომპლექსია ამიტომ როდესაც ესე იგი ეს მდიდრები ჩაეხსნენ მმართველობას და პოლიტიკას მე დაიწყო კაცობრიობის განვითარება მე შეიქმნა მრავალპარტიული სისტემას დემოკრატიას და ტექნოლოგიური წინსვლაც და ჩვენ ვართ აი ამ აბსოლუტიზმის ეპოქაში, შუა საუკუნეების ეპოქაში, იმიტომ რომ მდიდრები გუმართავენ. საკმარისია აქ მდიდარმა მოინდომოს პოლიტიკაში წამოსვლა, დღემდე ასე იყო, გარანტირებული აქვს ხმები, გარანტირებული აქვს პარტიის რეგისტრაცია, გარანტირებული აქვს მმართველობით გაისროლო დაფინანსება პატარა. გარანტირებული აქვს ტელიარხის გახსნა, ყველა პარტიის სასარგებლოდ ვინც ფული გადაუხდა და შექმნეს ამინდი. განწყობა ქმნის ხო მე შედეგს. და მტკიცება იმისი რა ეს არის დღეს ალტერნატივა აი რის ლეიბორისტები ეს სოციალიზმი ძველი დახავსებულია მდიდარი არ მოიპარავს იმიტომ რომ აქვს სიანდულეში თურმე უფრო დიდი მადა აქვს მოპარვაში მდიდარს ასე შემდეგ ესენი ქმნიან ამას ანუ ეს მდიდარი თან უკანოდ გამდიდრებული ყაჩაღურით გამდიდრებული ერთია ეხლა არც ერთი არ მოსულა აქ ბილ გეიტსის კანტორიდან ან სილიკონის ველიდან ამიტომ ეს რაც მე ვთქვი არ იყო არც ხუმრობა არც თქვა რა სიტყვა კაზმულობის ნიმუში ეს იყო აბსოლუტური ტრაგიკული რეალობა რომ მდიდარს თუ არ წავართმევთ ძალაუფლებას პოლიტიკურ პირველ რიგში ვერც ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე არც დემოკრატია გვექნება არც განვითარება და საერთოდ არ დავრჩა ხო საშუალო ფენა თუ არ წამოიწია შეუძლებელია აი ამერიკაც კი მოგეხსენებათ იმ ხელა კორპორაციები და მარტო ბოინგი შეინახავს ხო ამერიკას რო წარმოვიდგინოთ მაგრამ 60% 70 ბიუჯეტში საშუალო ფენიდან შედის ხო აი მომსახურებიდან თქვა პატარა მაღაზიებიდან არაქსელური აი ტურისტული სააგენტოებიდან სასტუმროებიდან საშუალო ბიზნესი და შესაბამისად საშუალო ფენა ეს საყრდენია ყველა სახელმწიფოს ისე რეალურად რაც რო შევხედოთ ეგეთ ქვეყნებს არადემოკრატიულს მარტივად რო ვთქვათ საშუალო ფენა რაც უფრო მცირე არის, მით უფრო დიქტატურისკენ მიექანება ქვეყანა ყოველთვის ეგრე არის. რა თქმა უნდა, ეგრე. როდესაც იყოფა მდიდარი ღარიბი ფენად სახელმწიფო, всё, ეგრე ვერ ხარ. საშუალო ფენა თუ არ არის. აქ არის ძალიან მდიდარი ფენა. ხო. და აბსოლუტურ უმრავლესობა სოციალურად დაუცველი გავატაკებული. ის საშუალო ფენა რაღაცას კნავის. ხო. კნავის, მაგრამ როგორც გამოყოს და ჩაატყავენ. ეგრე. უბრალოდ უნდა იყოს თავისთვის თავის ადგილას იჯდეს და ბევრი არ ბოდიში და გაატრაგოს. ზუსტად. ხო. ამიტომ ეს ფრაზა არ იყო ეს შემთხვევით სამოსროლი. სავსებით მართლა ამას გავაკეთებთ. მდიდრის ნასახს პოლიტიკაში არ დავტოვებთ. დავაბრუნებთ ეკონომიკაში. ან ციხეში თუ მოპარული აქვს იმდენი და არ დააბრუნა უკან ბიუჯეტში ეს დასაბრუნებელია ყველაფერი ხო აი ახლა მასკს და ტრამპს რომ მოვიდათ ჩხუბი არ და მასკი აფინანსებდა ტრამპს მაგრამ მე რა თქმა უნდა იქ დაუწყო უფროსობა როგორც ჩანს და ახლა ტრამპი მაგას ავაიტანდა ამ ოკრაპანიო გააგდო თეთრი სახლიდან და საერთოდ უპირებდა ჩამორთმევას იმ კორპორაციის და სამხრეთ ამერიკაში უკან გაგდებას ასაბუთებდა რომ ეს უკანონოდ შემოვიდა ამერიკაში და უკანონოდ მიიღო ბინადრობის მოწმობა. ანუ პრობლემა ამერიკაშიც კი აი მდიდრების მოცილება პოლიტიკიდან. მდიდრების დიქტატი პოლიტიკაში. ნუ მთელ მსოფლიოში რეალურად პრობლემაა. იქაც პრობლემა დგას. ახლა იგივე საფრანგეთში ავიღოთ. ის უსახო ახლა მე შედარებებს უხეშ ვაკეთებ ამერიკაში და საფრანგეთში ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტებია რომ ყველაზე ღვთისმფრიდან გადავარდნილს აიტანს პრეზიდენტს და გადახარშავს და გადაამუშავებს ჩვენთან ეს ინსტიტუტები არ არის და ამიტომ ვარ ძალიან დამოკიდებული პერსონალიებზე ის მაკრონი როჩილდების დასმულია როჩილდების გამოზრდილი ლაწირაკია შეიძლება ითქვას რომელმაც შეარწმუნა საფრანგეთი და წარმოუდგენელია რომ ხალ დეგოლის ადგილას ფრანს მიტერანის ადგილას ჟორჟ პომპიდუს ადგილას და სხვა პრეზიდენტები ვალერი ჟისკარ დესტენი და ჟაკ შირაკი ზის აი ეს უსახო პიროვნება რომელიც არწყვენ საფრანგეთს აი დიდრებისგან თვითონ ვერ გაბედეს როჩილდებმა შემოსვლა იმიტომ რომ ფრანგები ახლა სოციალიზმის ერია იქ არ აიჭევენ მილიარდერს და მილიონერს შანსი არ არის ვერც მორგანემა გაბედეს პოლიტიკაში შესვლა ვერც როჩილდებმა ვერც სიმენსებმა ვერც კრუპებმა ვერც ფორდებმა ვერც ვერავინ იმიტომ რომ აი იმდენად არის დემოკრატიული საზოგადოება
დამოხტული ანტიოლიგარქიული ელემენტებით, რომ იმათ აზრადაც არ მოუვათ იქ შემოსვლა, არ აირჩევენ. გააბანძებენ, მიტინგებს მოუწყობენ, გააკოტრებენ და საერთოდ ასწავლიან ჭკუას. ხო. იცოცხლე ეგეთი მიტინგები. ხო, არა, საფრანგეთი კლასიკური სოციალისტებია. მე მაგალითად მაქსიმუმ ვცდილობ, რომ საფრანგეთის გავლით არ ვიმოგზაურო. პარიზის გავლით, იმიტომ რომ ან ტაქსისტები გაფიცული, ან სტიუარდესები გაფიცული, ან ფრინავები გაფიცული, ან აეროპორტის მომსახურე პერსონალი არ გაგიმართლებს თუ ფერმერები არიან გაფიცული. ხო, ნეხუსტრია ალაგ-ალაგ ხალხი ასხავენ იმ ფეკალიებს სენატის შენობას. მაგათი იდეალური პერიოდი ის რა ქვია, საფრანგეთის რევოლუცია წააჭრეს თავები ყველას. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ მუდმივი ბრძოლა, საჭირო რომ მდიდრები არ მოვიდნენ პოლიტიკაში. ეს არის ქვეყნის გადარჩენას და განვითარების საფუძველი. და ამიტომ ეს არსენობა ჩვენთვის ანახტეული თემა. უნდა ვიარსენოთ ყველა. ცოტა YouTube-ს დაუბრუნდეთ. ბატონო შავა, რამდენად კარგად იცნობთ YouTube-ს? ქართულ YouTube-ს. შეიძლება ითქვას, რომ მეც გარკვეულწილად YouTuber-ი ვარ. მაქვს ჩემი გადაცემა. აი ამ გაჭირობა მიჩვენა და გაქცევას გიჩვენებთ როგორ არის. მას შემდეგ რაც ბლოკი დაგვადეს აი ამ ტელევიზიებმა, შემა შვილმა ბეკამ ეს პროგრამას მიაგნო, სადაც თქვა ერთი კნოპკის დაჭერდი გადიხარ Facebook-ზე, YouTube-ზე და TikTok-ზე. აჰა, ლაივები გაგ. ხო, კიდევ ლაივი შედიხარ სამივეგან და კითხვები ამოდის კომპაქტურად, ერთიანად სამივე ქსელიდან და ყოველ ორშაბათს საღამოს 20 საათსა და 30 წუთზე იწყება ეს გადაცემა. მაყურებლების რაოდენობა არის ხან 100,000-ზე. თუ გააჩნია ამინ სეზონს განწყობას რა ვიცი. ხო, ხან 40,000-ია, ნუ ყველაზე ნაკლები მონაცემი 20,000-ია ხოლმე. ძალიან კარგი შედეგებია დაბიჯერეთ. პირდაპირ კავშირია, ნუ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არა მარტო საქართველოში, არამედ რაც ვიცი ახლა პოლიტიკური გარემო სოფლიოშიც ასეთ პირდაპირ კონტაქტი ოპოზიციურ პარტიის ლიდერსა და ხალხს შორის არ არის სოციქსელებით, ანუ ჩვენ პიონერები ვართ ამ გაგებით. ანუ მეც იუთუბერი ვარ, ნუ თქვენ დონეზე ვერ გაიყოს თქვენი მომზადება. ეგ ყველაზე კაია, ჩვენს ყველაზე ძალიან გვიყვარს ხოლმე ლაივ გადაცემის როცა ვაკეთებთ, რომ ხალხთან უშუალო კონტაქტი გაქვს, რაღაცას პირდაპირ კითხვას გისვამენ, რაღაცა ეს ყველაზე ხო, ყველაზე მე თუ ზანურებო რაღაც არ არის, ყველა კითხვის პასუხს. ნუ ეგ მაყურებელსაც ძალიან გვიყვარს თვითონ ეგეთი რაღაც და ჩვენ ძალიან გვიყვარს, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიახლოვეს გრძნობ მაგდროს მაყურებელთან და ეგ თავისუფალი სივრცე ანალოგი ავტომატურად მოიაზრებს, რომ ეს უცენზურო და რაღაცა ვიღაცას ხო, არ ბლოკავთ ისიც ამოდის ვიღაცა კითხულობენ, მაგრამ მე არ ყურადღებას ხო. მე სხვა დაუწყებ გინებას. არა, შეიძლება, არის მაგისტრის არის საშუალება, რომ რაც პოლიტიკაში ვარ, დიდი სრულის მიუხედავად, არასოდეს არ შემიგინია საჯარში. აუ, რა ისე გაუწარები ხართ ვინმეს ეგრე, რომ აი სრული გაგჩენიათ, რომ როგორ არის, აი ისე არ მახსოვს არასოდეს რომ ხო მართლა ეხლა მით უმეტეს ბოლო პერიოდში ხშირია ხოლმე ქართველი პოლიტიკოსებისგან რომ ხო არა მე არასოდეს ეგ პრეცედენტი ხო არ მახსენდება თქვენ თავშეკრება ზვირიჯდება რა თქმა უნდა მე მაგალითად მირჩევნია მაგინონ ვიდრე დაღლილი ვერი მეძახონან ეგ არა ხო ეს ტექნიკური შეურაცხყოფა იდეალურია ეგ ჩვენ გაუგზავნეთ ერთი იულია ლატინინა ქართემური იულია ლატინინა ასეთი რუსი ნეოლიბერალი პროპაგანდისტკა. აჰა. ნუ ნიჭიერი ქალი, ებრაელი ქალი, როგორც ეს ნიჭიერი ხალხია ძალიან. მაგრამ ეხლა უკრაინაში აუგრძელია შესვლა მისთვის. ეთყობა ზელენსკის დაესხათავს, არ ვიცი. ანუ ვინც ფულს გადაუხდის, იმ სასარგებლოდ ლაპარაკობს. როგორც აი ჩვენ ტელესამყაროები. ხო. დაახლოებით. ხო და ნუ ერთხელ დაგვარტყა მოკლედ. განაცხადა იქ რუსულ ტელეარხებზე ამათან მეგობრდა ვანო მერაბეშვილთან ვანო აფინანსებდა მერაბეშვილი ეთქო აძლევდნენ შეგოთას რომ შალიკოზე რაღაცა თქვი ის იტყოდა yes грузи один значит клоун масхара политикоси клоуни вот он выступил недавно и сказал что-то то ერთხელ თქვენ უკვე აი დავხუჭეთ თვალე არაფერი არ გიტყვია მეორედ კიდე რაღაცა დაგვარტყა რაღაცა აღარ მახსოვს რაც გოდევებოდა ну აი გავჩუმდი თან გვირეკავენ ჩვენ მომხრევ და გვეკითხებიან რა ხდება რატომ ფასო ლატინინას მართალია თუ არა ლატინინას ავდიო მე ხო მე მესამედ გავიგე რომ აქ არის ჩამოსული ჩამოუყვანიეთ სასტუმროშია დაბანაკებული აქ თბილისში მერიოტი სადაც ბუში იყო იქ არის დაბანაკებული და ამზადებს სიუჟეტს ჩვენზე კიდევ რაღაცას ხო და წავიდა ჩვენი ახალგაზრდული მოკლედ იქ ამ სასტუმროში და დაუტოვეს იქ სართულის მორიგეს საჩუქარი ვიბრატორი ამ ქალს. ხო და
ის ნასეუნები და შეტყობა ხმა არ მოვიდეთ. იქნებდა შვიდ. ეგ ახალგაზრდების ინიციატივა იყო, მე ხლა არაფერი ჯოჯი აქვს. სწორი მიგნება იყო ამ მომენტში. ხო, ნუ წაიღო თქვენი რა მოკლედ. აი ახალგაზრდების ამბავში ჩვენ გვაქვს ესეთი პატარა თამაშივით გვაქვს თქვენთან ბატონო შალვა ჯენზი თაობა ეხლა უკვე ერთვება პოლიტიკურ ამბებში და რამდენად კარგად იცნობთ მათ ტერმინოლოგიას და ანუ მე გეტყვით სიტყვას და თქვენ თუ მიხვდებით მის მნიშვნელობას მარტივად რო ვთქვათ. უცბად გითხრათ მეც არ ვიცი ამ სიტყვებიდან 80%. ტერმინოლოგიაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ახლა ჯენზი რომ ხდება იგივე გარეთ ან მიტინგებზე, დემონსტრაციებზე, დიდი ურთიერთსიყვარული გვაქვს. მართლა ვერ ვარჩევ ჩემი შვილებისგან და აი იმედის თვალით უყურებ იმ დონეზე რომ აი გადამრჩენებად მომაჩნია. კი ბატონო, უბრალოდ აი საერთო ენას რამდენად იპოვით ამ ახალ თანამედროვე ტერმინოლოგიაში რა. კი ბატონო. პირველი სიტყვა არის რის თუ რამე შემეშლება შემისორე. რის. აი ესეთი სიტყვა რა შეიძლება ნიშნავდეს თქვენი აზრით? რეიზა ხო არ არის? რეიზა ხო არ არის? რეიზა ჩვენსკენ. იმერეთში. ვერ გეტყვით. აი ესე რომ ვთქვათ წინადადებაში თქვენ ხარ ძალიან რის ადამიანი რა. მაგარი ესე ხო? ქარიზმატული. როგორც აღმოჩნდა, მე არ ვიცოდი ესე თქვა გულსხმობა. მუნდი შენს მიხოლმე შენი ვერსია თუ არა. მეც არ ვიცოდი სხვათა შეკითხები არ ნახავ მაშინ და მეც ჩემი იდეას ვიტყო. სიმპ ჯენზის თავისი ენა და ლიტერატურა. ხო, განსხვავებული თავისი ენგები. ჩემ დროს აღებული სიტყვები ჩვეულებრივი ამბავია, ახალ თაობას ახალი ტალღა შემოაქვს ტერმინებშიც. შემდეგი სიტყვა არის სიმპ. ოღონდ ხო. სიმპლ მარტივი ხო თუ? მეც ეგ მეგონა თავიდან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეგ არ არის საერთოდ სხვა მნიშვნელობა. სიმპლ აბრევიატურაა, ხო? აბრევიატურა. კი. სიმპ არის. აიგე რომლიღაც ენიდანაა აღებული. ინგლისურიდან არის აღებული პირდაპირ გეტყვით. ეს ბრო ვიცი რომ ძმაა, ხო? ბრო ნამდვილად ეგრეა. კონდიშ გააქვს რამე ვერსია? სიმპ ის არ არის? იმ დღეს ამბობდნენ პაბნიკიო თუ რაღაც ეგეთი? თუნდაც მაგას არ ახლოებით რაღაც მაგასთან არის. სრული რო გავშალოთ. რო გავშალოთ სიტყვა squirrel in my pants. ანუ ჩემო მეგობარ. არა, ის რა ქვია? ციყვი ჩემს შარვალში ეგრე ითარგმნება, მაგრამ მნიშვნელობა აქვს. მაგაზე ანეკდოტი ერთი კაცი გამოდის საბაჟოზე გამოდის და სანამ დაიწყება შემოწმება იკივლებს შაიყოფს შარვალის ხელს და მოიყვანს ციხვს. ციხვს გადაყვარ ხო კონტრაბანდაა შეიძლება გადაყვარ. სადღაც გადაყავდა. მithumedes შარვალში. ის ეკითხებიან რა მოხდა რა უნდა და ციხვსო და ან რატო იკივლეო ხო და ნუ ვიკივლო იმიტომ რომ ამ ციხვსო იქ ერთი რაღაცა რომ მუსიკალური ინსტრუმენტი ეგონე მოვითმინეო. კიდევ რაღაცა ეგონო და ბოლოს ფუყუროში შეჭრა აი ეკავი ამის. მოკლედ simp ნიშნავს squirrel in my pants და ითარგმნება როგორც შემაწუხებელი შემეტენე ადამიანის გოგოების მაჩალკა პირიქით? მაჩალკა ხო. გოგოების მაჩალკა. ნუ როგორც აღმოჩნდა. ის და ანუ ბაბლიკის ნაირსახეობა? შემდეგ ის არის სახეობა ეგრე უფრო კარგი. მექალთანის ნაირსახეობა უფროსო. ეს არ ვიცი როგორ დელულუ? დელულუ? ეს ფრანგულია ხო? ლუ პარლე და ეს ფრანგული ის არის ლე არტიკლები და ეგენი. შეიძლება. აბა დელულუ. არ მახსოვს. არ ვიცი ეს რამდენი ფრანგულთან არის. ნუ მოკლედ პარტივად ეს ცოტა რთული გამოსაცნობი იქნება. ილუზიებში რო ადამიანია მაგას. ხო, დელულუ. ანუ როგორ იქნება? საკუთარი ილუზიების ტყვე, ხო? ხო, ალბათ, აი დელულუ ადამიანი ეგრე. ხო, ვა, მე არ ვიცოდი მართლა, მეც ჯენზი თქვენთან მოსულს სოდნაც ავიმაღლენ ამბობთ. ეს ვერ მიხდებოდა ეგეთ რამე. ICK ეგრე? იქი. იქი, ეს ICK? X ეგრე აი ზახი ხო. ICC ისლამური სახელმწიფოს აბრევიატურა ეგრე. აი მაგალითად იქი შეიძლება ეს რა არის შენი იქი ეგრე ეკითხებიან ხოლმე მაგალითად არა ვინ არის არა შენი იქი რა არის მაგალითად შეუულია აი ბექგრაუნდის ვარიანტი. ერთმა გოგომ კითხოს მეორეს ვიღაცა ბიჭოზე მაგალითად მე შემიძლია კითხო
გოგოს მიმართ შენი იქი რა არის აი იმას აზრი დამოკიდებულება. იქ არა ხო აზრი დამოკიდებულება არა იქი არის რაღაცა ცუდს რო აკეთებს რაღაც ჩვევა რო არ მოგწონს ან რაღაც არ მოგწონს რა წიკი ხო ტიკი არა აი რაღაცა რო არ ანუ მოგწონს ადამიანი მოგწონდა და მე მაგის გამო აღარ მოგწონს თემა არის იქი ხო აი შენ რომ მოტკეცილი ჯინსი გაცვია შეიძლება ვინმე გოგოსთვის ჩემ მოტკეცილ ჯინს თავი დაანები გიორგი თუ შეიძლება ვინმესთვის იყოს საერთოდ არ არის მოტკეცილი ჩემი ზომის ჯინსია მოდაზე კაცობრიობა ვერ შეთანხმდებით იმას რომ აქაც ვერ შევთანხმდებით გადავშალო მერჩის მე მასოს ჩემი ეს ბავშვობის პერიოდი ეს ჰიპ-ჰოპის ეპოქა იყო ჰიპ-ჰოპის და შესაბამისად ახალგაზრდობას თმები მოუშვეს ესე კონდათ ჩამოკიდებული ბიჭებს მათ შორის და როცა წამოვიდოდნენ თბილისში სოფლიდან ბიჭები ჩამოდიოდნენ დიდი თმები და აი ახლა სიცხვილი არ არის არ შეცხოვა მშობელს რომ აი ესეთ შვილი გაზარდაო იყო ნუ საშინელი ის რეაქცია აი შეგრძელი თმას ბიჭზე შეიძლება ვინმე გოგოსთვის იყოს იქი მაგას ნიშნავს იქ შენზე არ ეკრა ჰა glow up-ი თუ იცი რას ნიშნავს ხო glow up-ი მე ვიცი ხო აბა ჯერ ბატონი შალოს ეს glow ხო არის ინტერნეტ სერვისი როა არა glow up-ი სადაც თელ ინდუეს და შრი-ლანკაში შეხვდები უკვე ჯერ ბატონი შალოს იმას დაველოდები იდეას და მე glow up-ი როგორ ფიქრობთ რა შეიძლება ნიშნავდეს ჯენზის ენაზე glow up როგორი რამე ქართულ მე შემიძლია აღება რაღაც ის ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი არის ხოლმე ეგეთი აი პირდაპირ ციტირებას მოახდენ მახინჯიან ბანზი ტიპი რო იყო და უცებ ძალიან კაი ტიპი გაიჩიტა შეუძლებელია კაი ტიპი გახდეს მახინჯი და ბანზი სულიერად სულიერად კი მაგრამ შეუძლია როლი ითამაშოს ეს სხვა ნუ ეს ცოტა ისეთი ტიპი რო არის რაღაც და უცებ რაღაცა გაჩნდა ანუ მაგითო გითხარით პოლიტიკაში ხდება მით ხშირად იმიტომ რომ ხო რაღაცა უცებ რო ძირითადად პოლიტიკაში რაღაცას, ხდება კი აი ეს რუსებსაც ეგეთი ის გრიაზი ვკნიაზი ის გრიაზი ვკნიაზი. ნაგვიდან თავადობამ blow up slay slay ხო slay მე ვიცი ეს სიტყვა ნამდვილად ვიცი slay არის და ხო slay ხო რთულია ხო არა ჯენზის ახალი ენდა ლიტერატურა შეუქმნია ვაგირა slay თქვენთვის მომინდვია ამის გამოცნობა არა მე ვიცი მართლა ვიცი გუნდი შენ გითხარ რომ დაგხოცე ნუ აი მაგარი ტიპი რა მაგარი პროსტა ის slay ტიპი რა აი ვახ რა ხო მაგარი ქართულად ცოტა რო არ გაღადავდეს კაც სიფთხილეა საჯირო კი slay შეიძლება ვიღაცა ჩლიფინებს ბიჭო მართლა ეს ჩვენ ბავშვს slay-ს ცოტა ცუდად ხმარობდით ჩვენ ოკეი ხო ამხელგან სხვაო ხო ეხლა მაგარი slay-ა ხო ჩვენ რო გიტყვია ბევრჯერ ეს დაახლოებით იმუციონზურო სიტყვის ლიტერატურული ვარიანტია მაგრამ აი იტალიაში თქვათ კაცოს რო ხმარობ ჩვენ სხვა რამეს ნიშნავს ის კი არა შემდეგი არის ეს ghost-ი არის ghost ნუ ghost-ი რას ghost საბჭოთა კავშირში იყო საკვები პროდუქტებისათვის სავალდებულო ტარიფიკაცია რომლის დარღვევასაც მოძლებდა ციმბირში გადასახლება. ანუ იმდო იყო გემრიელი სოსისი, ნაყინი, პროდუქტი და უვიწყარი გემოქონდა ვაღიაროთ, რომ გოსტის ნორმებში იყო მკაცრად ნორმა იმას ერქვა გოსტი მაგაში უნდა ყოფილიყო. აჰა. ეხლა ნუ ჩვენ ძალიან პირდაპირ თარგმანია ხო? უჩინარი ეხლა უფრო უგოსტობა ალბათ. გოსტი სულს არა ამ შემთხვევაში რა ქვია სლენგის შემთხვევაში ვიღაცა რომ გაუჩინარდება შენი ცხოვრებიდან ხო? ცხოვრებიდან რომ გაგექცევა. გესტიდან ხოლმე გესტის სტუმარი. აი გოსტიც ხო მოჩვენება არის იდეაში და მაგედან ანუ ვიღაცა გაუჩინარდება შიშ შიშ არის ხო ბატონ შალოს დაველოდები ჯერ შიშ ოღონდ ეს არასწორად ვქერი ეხლა მე არასწორად მე შემიძლია აქ იაპონური განმარტება იაპონურად შიში არის ვეფხვი ხო იწევს შიშს ვეფხვის დამატება და როგორ ემთხვევა იაპონური გამოხატული ეს სიტყვა ქართულში შიში ქვია ვეფხვს აქ არის აი ძერს კი ის ხო შიშ ანუ რაღაცა აი მაგარი გააკეთა კონდიშონ და მე ვეუბნები რომ შიშ ეს ის ვარიანტი ხო ვინ მოიფიქრა ეს იმ კინოში მუნჯიე დაღბანეთ ჩუჩხანის რო ხონდა კისერი ხალხს რაღაცა ეგეთი ფლექსაობა უფრო ცნობილი სიტყვაა შედარებით გაგიათ ფლექსაობა ხო აი ეს სასაობის ვარიანტი ფლექსაობა არის როდესაც მარიაჟო რაღაცა მარიაჟობა შეიცვალა ინტერესოა და ეს რა ქვია სუსი ალბათ ეს იქ დინარად სუსი ახლა გვისმენს სუსი ყველგანაა სუს არ მახსოვს რა არის არ არის სუს ურატო წერია მაშინ აი ეს ინგლისური ენა არ შემილია
სას ყოფილა და სას არ მახსოვს მე რა. სას ამას რა ვარ რთული არის ამის გამოცნობა stranges ვინმე არ დაგვეხმარება საეჭვო ზარი მეგობართან suspicious სას ანუ საეჭვო ადამიანი ტიპზე აიზახი რომ ეჭმიტანელი ხო საეჭვო ხო რაღაც suspicious ხო საინტერესო ჯეზის შემოსწოდრე. სიტყვები ბატონო შალვა მე მგონი სული იყო საკმაოდ ფული კი მეც გამიჭირდა 1-2 ხო დაგამახსოვდა ხა შიშ დაგამახსოვდებათ ჩემი აზრით ფლექსაობა მე უჭველი აუცილებლად აი მაგ ტერმინოლოგიით უნდა შეკრა სლოგანი რამე აი სახალი ფლექსაუთ ერთად ხო ეს ტერმინოლოგიები გავაგდოთ სლები ეს ჟარგონები არ მარტო ქუჩაში არამე თაობაში არამე ციხის ჟარგონები კიდე საერთოდ მთელი სამყარო ისწავლება იქ აბსოლუტურად სხვა ენაზე არსებობს საპარლამენტო ჟარგონების კლასიფიკაცია უცხოეთის ქვეყნებში აი ვთქვათ ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატის რეგლამენტები პირდაპირ ჩამოთვლიან რა სიტყვა არ შეიძლება იხმაროს ორატორმა გამოსვლის დროს ხო კი პირდაპირ აი მაგალითად არ შეიძლება იხმაროს წითელი ძაღლი მოწინააღმდეგის მიმართ იმიტომ რომ კომუნისტების დროიდან ეს სიცოცხლე სულად იყო აღქმული. ძაღლი შეგიძლია. ქართული პოლიტიკა რო იყოს, ფილმი ან წიგნი, რომელს შეადარებდით. რომელ ფილმს გავს რომელ ფილმს გავს ან რომელ წიგნს? აუზაური სალხინეთში ალბათ ხო? მეც ისპერიტები ლაითად რა შეიძლება თქვა. მეც ისპერიტებს შევადარებ. სისპერიტები გენერალური ნაწარმოებია გრენლანდია ეხლა გახდა აქტუალური. განსაკუთრებით კი გრენლანდის გატანა უნდა ტრამპს ამერიკაში რა ვარ დანიიდან. გაიტანეთ. არა, ნუ სისპერიტები ალბათ ყველაზე მეტად. არ წამიკითხე. გენერალური ნაწარმოებია. სხვათა შორის იმის ხსენებაზე რომ ის რა ქვია, კანონიო დავარიგება რა არავინ არ კითხულობდა, არ წამიკითხავს, მაგრამ ხო იქ არის პასაჟი. ხო, არ წამიკითხავს, ვეთანხმები და ხარს უჭერ. სხვა შორის მე და ელდარი ერთად ვიყავით ოფიციალურ ვიზიტად პეკინში. მე მოვიარეთ გუანჯოუ ეს კონფუციის სამშობლო ერთად. პირველი დელეგაცია იყო სამთავრობო საქართველოსდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ერთი კვირა მოგზაურობდი. საოცარი პიროვნები ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი რომ აი ამ ხელა გენერალურ რეჟისორთან მქონდა საქმე, აი პირად ურთიერთობაში. ძირითადად ზდუმდა და აკვირდებოდა სამყაროს. არ ლაპარაკობდა. არც არაფერს იმისთანაც ამბობდა ორიგინალურს, რომ აი დარწმუნებული იყო რომ ძალიან დიდ ფიგურასთან გაქვს საქმე და რა ფილმები აქვს გადაღებული. აი სახასიათო ნიუანსებია დაჭერილი, უნიკალურად რომ სოფლიოში ალბათ ცოტა რეჟისორი შეძლებს ამას. გადმოცემდა ყველაფერს თავისი ფილმები. იმის ძმაც სხვათა შორის ნიჭიერი პოლიტიკურად ეგრენია არ მომწონდა არასოდეს, იმიტომ რომ ძირითადად სამთავრობო სტრუქტურებთან, ну როგორც სხვა ხელოვანები ახლობლობდნენ. იმის ძმაც საინტერესო გიორგი შენგელაია საინტერესო კაცი იყო. პარლამენტში ერთხელ წავიდა ეგეთ ტენდენცია, რომ მაჟორიტარი დეპუტატები იმავდროულად ინიშნებოდნენ თავიანთი რაიონის გამგებლებად. არ გრძელავდა მაშინ კანონი ამას. და ეხლა ეს მაჟორიტარი დეპუტატი ფულის საკითხებით რო არის შემოსული. რას გაუშვებდა ეგეთ ჩანს რომ ახლა გამგებლის პოსტიც არ დაეთქვია. და ამიტომ მასობრივად წავიდა ეგ ამბავი რა. ხო და იქ იყო ერთი ნიაზ ჯეირანაშვილი. ძალიან წესიერი კაცი სხვათა შორის, გურჯანის მაჟორიტარი დეპუტატი, პროფესორი ეკონომისტის უნივერსიტეტის, მართლა წესიერი კაცი. და ელდარმა მთხოვა შენგელაია მაშინ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო პარლამენტში. რომ ხელი მომიწერეო შეორნაძეზე რომ ეს ჯეირანაშვილი გამგებლად დავნიშნო თუ გურჯანში. ხო, კი უთხარი ახლა პროფესორი კაცია დაანებითავი იგი ბანდას უნდა ელაპარაკოს იგი რაღაცა გააფუჭო მე თამს მისცემე რაღაცა ისე. არა, შევთანხმდით უკვე და მოუწერე ხელი რა. გავიდა რაღაც 1-2 კვირა და გამოვდივარ შეორდნაცის კაბინეტიდან და ვხედავ კიბეზე, ზეთკიბის საფეხურზე ზის ულვაშებიანი ჯინსიანი კაცი. ნუ ვერ ვიცანი ეს ვინ იყო. ხო და შემომხედა და კაცო შენო რა გამიკეთეო მეო, რა გამიკეთე თუ იციო. ნუ თქვი რა გაიგეთეთ ჩვენ ბატონო ჯერებით არ გიცნობთ, უნდა გიცნობდეთ რომ რამე გაგიკეთოთ. ნახევ არც მიცნობსო. გიორგიო შენგელაიაო. ეს ელდარის მაყოფილა. ნუ თქვი და რა გაიგეთე ეგეთი. რაზე მოაწერო ხელიო იმის დანიშნვაზეო რა ქვია. ნიაზ ჯეირანაშვილისო. ნუ თქვი თქვენმა ძმამ თხოვო ელდარმა მეთქი და იმიტომ მოაწერო. მაგის წილი დედაცო. ანუ დიდ ადამიანებს
ისეთ რამე წამოწდებოდ ხალხი. დაუისხარი, დედის განაწილება აღარ გამიგია. ისე წამოწდომაზე გამახსენდა თქვენ ეჩხუბეთ ერთ ადამიანს, როგორ იყო, აი მოდი ვიდეო ნახოთ და უფრო კარგად ნახავთ ამ ყველაფერს. აბა ნახოთ, საინტერესოა. ეს თინიგაშვილი ახალგორის გამგებელი. ეგელის ფილოსოფია. რატომა ჩაგრეს და დავჩაგრე. ვერ გაიარა ისა. გასაუბრებ. გასაუბრებ ვერ გაიგარე ხა შენ ცეხლა ჰეგელის ფილოსოფია ზეპირად იცი, რა ვერ გაიარა. ფილოსოფია ზეპირად არიცოდა. ხო, ეს პიროვნება არის ახალგორის გამგებელი 90-იანი წლებიდან, შევარდნაძის პერიოდში. ხო და თავიდანვე ბავშვობიდან დაჯახებულია ჩემთან. ადრე რაღაც სტატიებს მიწერდა ხოლმე გაზეთში. ხო, რა უნდა არ ვიცი, საერთოდ არ შევხები ვარ მაგას. მაგრამ მაინც და ჩავედი იქ წეროვანში, რაღაც სხვა თემა იყო, საკითხი იყო დიკარდამეჭი და მეუთხარ აქ რა გინდა და გამგებელიო რო აქაცო. მეუთხარ ის ახარ მათუსალა ხარ, ტალეირანი ხარ, ფუშე ხარ, ვინა ხარ, არ იცლება, ისტორია იცლება, ყველა იცლება. ხო, ვიღავიო მე დედაშენის დაგზელოს იმხელა სახლილო გაქო სოფელშიო. ანუ ხო წარმოგიდგენია კაცი მოვიდა დაგზელვაზე და სახლი დაათვალიე და მე ჯვარი გვეწერო დაგზელოზე რო შევდორკის რა მე გაიშებული ისეთი გძნობმაკრი რა შევამჩნევ სახლს ვერაფერს ვერ აღვყავ ისე ვარ დაშოკილი მიცვალებულის გამო კი ბატონო ხო იმითო ყოფილა წამოსული ენახეთ რა სახლი მაგ და როგორი სტეფსელი მიგეთია იმაში კედელში ტიპი ნახე რა კარგად გითხოვთ ხო იმიტომ კარგად გითხოვთ და არა იქ მოვიდა კაცი და სამსახურდა გამომაგდო მითხრა ის ხო ვიზეც ვიზეც იყო საუბარი და იქ რა თქმა უნდა უჭირა მხარი დაჭაგულს კი ბატონო მე ეშველა რამე მაგ საქმეს თუ ისე ესეა როგორც წესი ეშინიათ მე საერთოდ რევოლუციონერების ხო ვინც გაუწევს წინააღმდეგობას მე უკვე ცოტა ყურა დაინახეს რომ წინააღმდეგობა არ არის და შეიძლება დაგიმორჩილოს დაგჭაგროს და შერჩეს ხახვევით იმას ჩაითვლიან საკუთარ ასე ვთქვათ უნარად რო აი შეუძლია მართოს პროცესი და დაჭაგროს და შეიტყაპუნოს და სხვა და სხვა ეს მებრძოლი კაცი იყო კიდე ერთი ვიდეო ეს არის ჩემი საყვარელი ვიდეო ალბათ მეც რომ შემომთავაზო მილიონები და მილიარდები მეც აუცილებლად გავიყიდებოდი სად არის თვარაკი რა ხდება ეს დათუა ჩვენი მამალაძე მინდა გითხრათ არასოდეს არ გაიყიდება არანაირი ფულის ფასად ბავშვობიდან ჩვენ პარტიაშია ბავშვობიდან 90-იანი წლებიდან მეუღლეც პარტიის აქტივისტი გახდათ ძალიან საყვარელი გოგონა შვილებიც პარტიული აქტივისტები არიან უამრავი შეთავაზება ქონდა უამრავი აი სულთა ტროცკია რო გამოდის უწყვეტ ტაშში მსახურობს აი ესეთ რევოლუციურ გამოჩვენებებს გურული ახლა და ოზურგეთის კოორდინატორია გურის რეგიონის ხო ეს უბრალოდ ორატორებს ზოგჯერ მოძვით აი ზედმეტი პათოსისგან რაღაცა უცნაური სხვა რაღაცის თქმა უნდა და ვიდეოში სხვა რაღაცის თქმა უნდა მე უბრალოდ გიждები როგორ ახოს თქვენ სახეზე რომ აი ესე რომ გახარდა და რომ უსმეთ აი მაგ დროს რამე გაგიელვოთ თავში რომ ხო ალბათ ალბათ გავშტერდებოდი ხო იმიტომ რომ აქვე გაიაზრეთ რას თქვა თუ მე გავიაზრე და მე იმ წუთში მივხვდი რომ ეს დარჩებოდა ბესტელერად იმ წუთში სიამოვნებით გავიქერავდი სად არის თორაკი სადა თორაკი შედევრია ჩვენებრივ ტრაკებთან და ძალიან საინტერესო პიროვნება შეგიძლიათ მოვიცოდოთ და აი გურული კარგი აი გადავისტი რასაც ქვია გურულებს კლასს აჩვენებს პოლიტიკისაც და ძალიან პოლიტიკის კლასი ვნახეთ ჩვენ პოლიტიკის კლასი ვნახეთ მეთქი ვიდეოში ხო არა უფრო მაღალ დონეს აჩვენებს არა გაიგე სპორტალური კლასი იყო ხო რა თქმა უნდა ისე არის ხა აქტიური კი კოორდინატორია აბა გურიის კი რა თქმა უნდა კი ძალიან კარგი არც ერთ შეთავაზება და არც ერთ გაყიდვაზე არ დათანხმდა ასე რომ ეგ სიტყვები არ წარმოადგენს რეალობას იყო მაგრამ უარი თქვა ყველაფერი კი ძალიან კარგი ძიმე ვითარება გადაცემას რო დავიწყებდით ეგ თქვით რომ რეალურ რა გვაცინებს მაგრამ ნუ ამის გარეშეც შეუძლებელია დღეს ხო ტირილითაც არაფერი არ გამოვა ასე რომ ოპტიმიზმი რო შევიტანოთ კარგია ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ხალისი შევიტანოთ ჩვენს მაყურებელს იმაში და ასევე ყველა იუთუბერიც მაგას ვცდილობს და მე მაქვს ესეთი კიდე ერთი თამაში აი ნახე რა მაგრა გადავიყვანე გიორგი შენ მოგწევ შევი გადაყვანები ეს მე მაქვს ერთი თამაში კიდე თქვენთან ნუ თამაში ახლა ესეთი უხეში ნათქვამია თქვენ ქართულ YouTube-ს ნაკლებად იცნობთ და მე უბრალოდ გეტყვით ქართველი იუთუბერების სახელებს და გვარებს რა არხის სახელებს და თქვენ უბრალოდ აი რომელი უფრო მოგეწონებათ ის აირჩიეთ მაგ დროს რა გეტყვით თავიდან ორს
მაგორი და ერთი აირჩიეთ, მე ის ერთი დარჩება მეორეს დავამატებ და ესე შემდეგ და ბოლოს ერთი გამარჯვებული დაგვრჩება. რომც არ ვიცნობდე, მაინც რომც არ იცნობდეთ, უბრალოდ მე რომის ეჭვი მაქვს რომ არ გესვადინებათ უფრო. სახელიც უფრო და მოგწონს. თუ ვიცი, თუ იცი თუ როგორც იცით შეგიძლიათ გაგიხარდეთ. თუ მოგწონთ თქვით რომ კაია, თუ არ მოგწონთ თქვით რომ ცუდი. ვეცდები რომ ნაცნობებია მოვჭრა. ბატონო შალვა, პირველი ორი იუთუბერი არის ნიკა TMG თუ Gigi on the road. ეს ორივე ქართველი იუთუბერია. On the road საინტერესო ჟღერს. აჰა, დავტოვოთ Gigi on the road. მაშინ რაბანა თუ Gigi მაგრამ on the road. იმედი ეს პირველი არ გადამეკიდებოდა ხმას რა დავკა. შენიანია, შინაურია. არ ეცხიდება. ბოდიშოპი. კი ბატონო. შემდეგი, რაბანა თუ Gigi on the road. ანუ ის რჩება გამარჯვებული და რაბანა არის. ეს გადმოდის on the road. კი, 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 და ბოლოს ვინც დარჩება? ახლა იმ on the road-ს უღალატო რა ვქნა? შეიძლება თუ გინებავ დატოვეთ, არა პრობლემა. სანამ უკეთეს სახელს არ გაიგონებთ, ახლა რაბანა დიდად მოსაწონი სახელი არის. შეგიძლიათ გამოტოვოთ. ვინაიდან წინამდებობა ჩვენ ბუნებაში რაბანას დავასახელე. აჰა, კი ბატონო. რაბანა თუ G2G. აი GTS რაღაც ბინძურ ბიზნესთან ასოცირდება. ახალოს ხარტო ისევ რაბანა რაბანას იმედზე ვიყოთ. რაბანა თუ ჰიტა. რაბანა თუ თავის იმედზე გასა. ჰიტა საინტერესო ჟღერს. ჰიტი ხო რაღაცა. არლებული ხო. ჰიტა ნამდვილად საინტერესო ჟღერს, ანუ ჰიტა დავტოვეთ. ჰიტა თუ ლაშა გელაშვილი. ძლივს გავიგე ნამდვილი სახელზე გორდა ლაშა გელაშვილი. ლაშა გელაშვილი დარჩა. ლაშა გელაშვილი თუ ტეტრისი. ტეტრისი წარმოადგენელი არ ყავს დღეს ხო? ისევ ლაშა გელაშვილი ჯობი მაგ ტეტრისი ახლა ნამდვილად ლაშა გელაშვილი ჯობია. ბიჭო მოკითხვა. ლაშა გელაშვილი თუ ბასტო ფანტასტო. ეს ფანტასტო რაღაცა ჟულ ვერნის ასოციაციებს კი იწვევს. შეიძლება. ავიღოთ ფანტასტო. ფანტასტიკი. ბასტო ფანტასტო თუ ანანო თოთიაური. ეს თოთიაური ხევსურია და ვერ უღალატებ ხევსურას. მე მგონი ანანო დარჩება ბოლომდე ისეთი ფრაზა იყო. ანანო თოთიაური თუ მავანი. მავანი ჩემი ძველი ძმა და მეგობარი არა გაქვს. მავანს ტოვებთ? კი, მავანს ტოვებ. მავანი თუ ცინკვესები? ეს ცინკვესები ძალიან ამაღლებული რამეა და არ ვიცი. აჰა, კი ბატონო. მავანი თუ კაკო? მავანი თუ იორსის ბაბი? მავანი დარჩა. გამარჯვებული ვიცი. მავანი თუ ანრი კურტანიძე? კურტანიძეებიც ცოტა ქოცობენ. მავანი თუ ბენი? ბენი? ხო. ბენო ჩვენი ძმა კი. ბენისან იყავით? კი. უი, ხო. ხო. კი, ბენო ანუ მაგრამ ბენი დავტოვეთ. ხო, ნუ მავანსაც არ მინდა უღალატო, მაგრამ ორივე არ შეიძლება იყოს. სამწუხაროდ. იყოს ბენი დავტოვეთ. მავანი სამჯერ დავასახელე. კი ბატონო, მავანმა დიდხანს გასტანა, ესე რომ ვთქვათ, წავიდა მაგის დრო. გესმის ყარა წავიდა. არა, არ წავიდა. ბენი თუ ოქტოპუსი? ოქტობუსი? ალბათ ოქტობუსი. მადლობთ. ცოტნე მიჩალი, ჩა. მაქსიმალური. ოქტოპუსი თუ საეჭვო კაცი? ოქტობუსი. მადლობთ. ყველა ჯერზე მადლობთ. ოქტოპუსი თუ Hungry Man-ი? ისევ ოქტობუსი. მადლობთ. ოქტოპუსი თუ Soso Around the World? ოქტობუსი. გაიმარჯვა ოქტოპუსმა, როგორი მოულოდნელი იყო. როგორი შემთხვევით ჩამოსული ეს ხუდი დღეს. დამსახურებულად, მაგას არ შემიხედია. კი, ნამდვილად ეგრე იყო. დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა ოქტოპუსი. გამარჯვებულია როგორც ყოველთვის. მადლობა ბატონო შალვა. ახალი გამარჯვებები მინდა გისურვოთ. კი ბატონო, უღრმესი მადლობა და იმსახურებთ ამას. მე არ შემეძლო რომ დღევანდელი დღეს არ ჩაევლო დებატების გარეშე ბატონო შალვა. აჰა. ვიდებოდოთ. ხო, მე თქვენს წინააღმდეგ მაგრამ აი რა განსხვავება დებატებსა და ბატებს შორის ჯერ კაც უბრალოდ ვერ ამოხსნა. წარმოდგენა არ გვაქვს. დებატებში თქვენ ძალიან ძლიერი ხართ, თქვენ მიხაილ სააკაშვილი გააქციეთ, ეგეთი ინფორმაციაც გვაქვს თავის დროს. ფეხით გაიქცა მე ჩვენს საქართველოს. კი, გვაქვს ეგ ინფორმაცია. მე და მის დაცვის უფროსი გოგე თათუხაშვილი ერთად ჩამოვიდნენ ლიფტზე გაიქცა. მე ნახე მოხდეს. ხო და ამიტომ არანაკლებ ძლიერი ადამიანი დებატებში ბატონი გიორგი გუნდიშვილი დაგიპირისპირდება და უბრალოდ სასემონო ბატონო გიორგი. თემა იქნება ჩემი შემოგდებული ამ შემთხვევაში და თემა იქნება ლალი დამეხმარება გახსენებაში, ეს არის კატები და ძაღლები. თქვენ როგორც ვიცი, ძალიან ბევრი კატა გყავთ. კი, 9 კატა მყავს, ეზოში 1 კატა სახლში, სიამის კატა. და ასევე შეემატა ამ შემადგენლობას მეცხვარის ძაღლი ქართული ნაგაზი ლუნა.
რომელმაც მოახდინა ოკუპაცია და ანექსია მთელი ეზოს. რის გამოც შეწყდა იქ სოფლის მეურნეობა ყოველგვარი, იმიტომ რომ დარბის ეხლა და იმწვავეს აბინძურებს. ხო და ამიტომ ლუნას იმედზე ვარ მთელი ოჯახი. მე რამდენადაც მივხვდი კატების რაოდენობა გამომდინარე ძაღლების დამცველი ვარ, ხო ამ შემთხვევაში? ხო, თქვენ იქნებით კატების დამცველი და გიორგი იქნება ძაღლების დამცველი. კი ბატონო. ოქს რაოდენობა თქვა არ ვიცი. წელი ჩამოვართო დასასრულო. მე რა შემიძლია თქვა ახლა, რავი, ძაღლს რო დაუძახებ ელემენტარული სახელი ესმის და მოდის რა, რავი. ჯოხს გადავუხდებ, მოგიტანს. შეგიძლია მოსაქმება ასწავლო ნებისმიერად, რა ძაღლი ჭკვიანია უფრო. უფრო კარგი არის ძაღლი რო ყავს. ძაღლებისადმი ვადასტურებ დიდ სიმპათიებს, მაგრამ ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩემი ცუნდა სიამის კატა, როდესაც სახლში მივდივარ და არ მიღებენ კარს, ის ატეხავს იმისთანა კნავილს, რომ აიძულოს ოჯახის წევრები დაკავდნენ ჩემი კარის გაღებით მაინც მინიმუმ. კი ბატონო. ხო, ამის გარდა გავითვალისწინოთ, რომ მაინც ფუნქციები ორივე საპატიო აქვს კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ კატის ცხოვრება და შეშვება ყველა დონის სალოცავში, ბუდისტური ტაძრიდან დაწყებული. ვეჟიცოდი რომ რელიგიალური ტაძრი დამთავრებული დაშვებულია. აი ძაღლი ითვლება არც თუ სასიამოვნო სტუმრად იქ. ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ პასუხის მე მგონი მე ძაღლები გადავიკიდე, მაგრამ დიდ სიმპათიას ვადასტურებ ძაღლებს. კი ბატონო. სხვათა შორის ძაღლსაც შეუძლია რომ კარი გააღოს. ძაღლს პირდაპირ შეუძლია რომ კარი გააღოს და საერთოდ არ არის პანიკა საჭირო იმისთვის რომ ვიღაცები გააღვიძოს. კარს ჩემი გადასაღებს, თუმსუბუქია კარი. აღებს. ხო, მზივე კარსაც ახებს ძაღლი, მაგალითად მეცხვარე ძაღლი შესანიშნავად აღებს კარს და იმ დღეს ეკლესიის ეზოში. კი, არა მარტო კარს აღებს ჩემი ლუნა. მეცხვარის ქართული ნაგაზი. არამედ წარმოუდგენელი 2 მეტრის სიმაღლის მავთულ ბადე გაუკეთეთ, რო არ გამოვივარდეს ყოველ წამს განსაკუთრებით სტუმრებს შეშინათ, იმიტომ რომ ხელა ძაღლო გამორბის ეთამაშება, მაგრამ იმას ხო რა უხსნის სტუმარს, რომ ის ეთამაშება. იმ ხელა ლომივით. ესე იგი, გარნა ის რკინა, გამოთხარა მიწა და გამოვიდა გარეთ ახალ წლის დღეებში. ეს თქვენ ძაღლზე არის საუბარი. ჩვენ ძაღლზე, ხო? მეგონი მოვიგე. ძაღლებისკენ გადმოიგვი. ხო და უკეთესი გითხრათ. ატყდებოდა სახში პანიკა, თან 1 იანვარი ახლა, მაიმისთვის ψალია მე ძაღლისთვის, რომ გამოვარდა ისევ გამოვარდა, კატები ავარდებოდნენ ხეზე, შეშინებული, ჩამოვიდოდნენ, ლუნა იქ მელოდება, წავიდოდით ერთი 50 მეტრშია სარდაფი, სადაც მავთულები ეს ჩაქუჩები და ეს იარაღები იყო. ავარჩევდით ჩვენ თვითონ მავთულს ლუნასთან ერთად, რითაც უნდა მისი გაგლეჯილი ის მავთულბადე შემეკეთებინა, წამომყვებოდა, გულშემატკივრობდა, გამომყვებოდა, ამას რო ვაკეთებდი, მიყურებდა და თვალებში ახლა და მე შენ ყოფას გიტირებს. და 5 ჯერ გამოვარდა. ხო, 5 ჯერ. ანუ ძაღლები ძლიერები არიან თან უფრო. ხო, ამას ახერხებს, ხო. თან მოერევა რო რამე. მაგრამ კატას ყეპაზეს რომ იდგეს საქმე, ძაღლი უფრო ძლიერია. შემოთქვეპაზე რა გაგიბროთ? კატეს მოერევა. ძაღლი და კატის არა, მე უფრო დეტალებში რო ჩავიდეთ აი. მაგრამ გავითვალისწინოთ. მაგალითად 9 კატა გარეთ და ერთი სახლში, ერთი ძაღლი მოერევა 10-ვეს ერთად. ლუნა ყველას სერიოზული მოერევა. არგუმენტი იყო ჩემი მაგრამ აზრით. ფიზიკური ასე ვთქვათ. მაგრამ მაშინ ძველ ეგვიპტელებს მივადგები მე. ეგვიპტეში კატა იყო აღერებული ღმერთად. ძაღლი არა. ის რელიგია. რელიგია თუ არა. კაცობრიობის ისტორიის და არგუმენტია ბატონო გიორგის უშეი. ძველ ეგვიპტეში იმას გელისთავი არ ქონდა. სინამდვილეში ძაღლი იყო ის. მაგრამ რა არიციან. ნუ ახლა გენეტიკური ექსპერტიზა არ ჩატარებულა ჯერ მაგის ასე რომ თლად ვერ დაგეთანხმებით პატივისცემის ეგ იყო მე ვიცი სანდო წყაროებიდან ვიცი იქ წავიკითხე ხო ანუბისი იყო სინამდვილეში ძაღლი იყო ჯეკა ერქვა და მალავდა თავის ნამდვილ სახეს ნამდვილ სახეს მალავდა ჯეკას ის აქვს დაღებული მან ორივე შეუსვლელი არსება სამყაროსთვის ადამიანისთვის თავთავის ადგილზე რა თქმა უნდა მე არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ მაგაში დებატები ჩემი აზრით გუნდიშას დამარცხებით დასრულდა იმიტომ ჩემი აზრით 50-50 მოგონი განცეზე რო გადავიდა მან დამთავრდა ამის დებატები დასრულდა ასე კონსტრუქციული მორიგებით ეგრე მირჩევნია თუ შეიძლება ხელი ჩამოვართოთ რომ შემეგდეთ ალბათ დებატების ძალიან კარგი დებატები იყო ის რო იყოს რა кай იქნება პოლიტიკაშიც რა ხო მაგრამ არ ჯდებიან სადებატო ხო ეგეც არის თავზარ დაცემული გავგურბიან და რა გაუკეთო ახლა მე შეშინებულს ან შეშინებულს ლოცვა უნდა რაღაცა უნდა ლოცვა არ ვიცი აი ახლა თვითონ გახსნე სატელევიზიო სივრცე
და დღეს დააყენეს ახალი მოთხოვნები, რომ ჯერ უნდა ვაღიაროთ ივანიშვილის ის კანონიერება და მისი სიდიადე. და მე დაგვიждებიან დებატებზე და თუ ამას ვაღიარებთ, რა არის სადებატო? უი, სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკაც ახალ ნიუსებს ვადევნებთ თვალყურს და ესეთი ახალი ნიუსი გვაქვს. რომ ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში ხო სადღაც? კი. პუტინი აღიარეს ღმერთი და ლოცულობენ მასზე. კაცში ეს ხელოვნური ინტელექტი არ არის? დარწმუნებული ხარ? ეს რეალური კადრია? როგორც ჩანს რეალური კადრია და პუტინი ჩარჩორო დიდი არის და პატარა სურათი რო აქვს დაბეჭდილი, თქვენ პარლამენტში რო ქსეროქსი არ გქონდათ ეს მონტიაკტი. იმას გავს. სხვა იმაში იყვნენ რა ქვია. ჩარჩო სხვა ადგილიდან ჩამოვიდა სურათი სხვა ადგილი. ანუ რატო ინდოეთში რატო აღიარებენ პუტინს? ბიჭო, სიმპათიჩნია. რა არის სიმპათიჩნი? აი ხა იქ ხალხს ნახატი რო არის ძველი ბიჭო აღარ მახსოვს რა არსებობს, აი, თქვა, ეშმაკი არის დახატული მაგის. პრორუსული ფსიქიკის ქვეყნები არსებობს. ეხლა მე ინდოეთში არ ვარ ნამყოფი და დიდი სურვილიც არ მაქვს წასulis მას შემდეგ რაც ეს ნახეთ? ეს არა, უარესი რა ვნახე. ვაშინგტონში დამპატიჟეს ინდურ რესტორანში. მე საერთოდ თუ ბოდიშ გიხდით, ბერც ნახავს საკვებში. არასოდეს არ მივეკარები იმ ადგილს და პირდაპირ სახში თუ არ გადავაგდებ ბანჯერი და ეს ყვაბიანად ყველაფერს ხო. ხო და დამპატიჟეს ვაშინგტონში ინდურ რესტორანში. მოიტანეს რაღაცა ეს კატლეტივით რაღაცა, გავჭერი დანი და დიდი შავი ბეწვი ინდური ხო. ბეწვი კი არა ის რა ქვია მზარეული ხო ხარჩი ბატონო ხო. ხო და ბუნებრივი ახლა იქ ვერაფერი ვეღარ ის თქვენი, ნუ მასპინძელი ჩავარდა უხერხულობაში და მე ნიუ-იორკში რო ჩავედით მანჰეტენზე. მითხრა რომ მე მინდა რომ თქვენო გამოგისწორდეთ თუ შტაბის ინდუეთზე და ინდურის უბრალოდ არ და სულ ნატრობდე მაგრამ ინდუეთში მოგზაურობას აი რა მნიშვნელობა აქვს ელემენტარულ ქვეყნის ტურისტული იმიჯისთვის ხო იმიტომ აი ჩვენი რესტორნები რაც არის საზოგადოებრივ ფაქტორად ქვეყნის სახია ეს პროპაგანდისტული იდეოლოგიური დაწესებულებები არა მარტო საერთაშორისო დამპატიჟა მანჰეტენზე ხო ვაწყენებდი შევყევი ასევე მოვიდა შავთმიანი ინდუელი ქალბატონი აქ ხალი და აქ კიდე ხალი და კიდე სხვა ხალი ალბათ. მოიტანა ეს რო ეძახიან წინასწარი აი ეს საკუსკა ხო საჭმელები დასაყოლებელი ხდება ხო ამ აპეტაიზერი მისაყოლებელი აი მისაყოლებელი ხო. ხო. ხო აი მისაყოლებელი მოიტანა ზუსტად და მწვანელის ხედავ და ამ მწვანელის ისე შავით მაგათხრილი და შეიძლება ის არის რამე კულტურული ხო და მე მეუთხარი ამ მასპინძე შენიჭირი მე და გინდა იქ წამიყვანე რა ქვია სასაკლაოზე ხო და გაღრმოვიყვანე რესტორანში ხო და ესე დამთავრდა ჩემი მე ეგეთი კერძები ხო არა მე ამას რო უყურებ მე რაღაცა აღარ მინდა ამიტომ მე არ ვიცი ახლა ინდუეთში რამდენად არის ეს პრორუსული განწყობები მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ რომ იტალიაში ხო ყველა პოლიტიკოსი იქნება მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტი, მარქსისტი, მორგანისტი, ყველა პრორუსული. ვა. იქ ვერ აიტანენ რაღაც ანტირუსულის თქმას და პოზიციას. ხო, ან უნდა გაჩუმდე, ან უნდა კარგი ლაპარაკო რუსეთზე. ანუ რატომღაც იქ არის ზამ პრორუსული განწყობა და მე მგონი იმედი ინდუეთში მხოლოდ ეს ტომი აღიარებს პუტინს ღმერთად. ქალბატონო ლალი კიდე ნიუსი გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ამ სოფლიო ასპარეზზე სანამ პოლიტიკოსები ერთმანეთს ჭამენ და ებრძვიან ხალხზე ზრუნვა გადაწყვიტეს რომ აეღოთ საკუთარ თავზე ამერიკელ სტრიპტიზიორებს ეს არის და თუ არ ვცდები 250,000 ევრომდე შეაგროვეს იმისთვის რომ უპატრონო ბავშვთა სახლებისთვის ეყიდათ სათამაშოები და ჩვენთვის მოიწოდა დავამხობდით ივანიშვილის დიქტატურას ბაკული არიცენ ამერიკელებმა დაგეგმა მუშაობის არიცენ და ეს როგორც ვიცით ბევრი წელია გრძელდება ხო ანუ ეს ერთჯერადი ის არ არის 15 წელია უკვე ეგეთ რაღაც საკეთებს ბევრი წელია გრძელდება რომ სტრიპტიზიორები ანუ რაღაც მე შემოწირულობა თქვია ხო მაგას ასაც ესენი იღებენ სტრიპტიზი არ დაგხვადიჯებიან ის მშობლებისთვის სტრიპტიზი, ბავშვებისთვის საშუქრები. ხო, სხვადასხვა აქ რომ მიდიხარ ამ სტრიპტიზ კლუბში, სადაც ესენიც ეკვავენ. ანუ ფაქტობრივად შენს ქველმოქმედი ხარ. ავტომატურად შენს კარგ საქმეში გექნება. მაგიტო დადის ხალხი რომ ეს არაფერი ისეთი პირდაპირ ჩვენს სტრიპტიზიორობის მიბაზავნებას თუ ყავს. ხო. რო ჩვენც მე რო წავალ გავაправოთ უკვე. ჰუმანისტური მიზნებით გავამართლებ და ჯაშიც მაჩვენს. ქველმოქმედებას შეგვეცვალა ინფორმაცია. არა, ნუ ეს ძალიან მაგარია, ეხლა ბევრი იტყვის რომ დედათა გარყვნილი ხალხი და საშინელებები და როგორ ქველმოქმედებას ჩადიან. ასე რომ ნუ განსჯი ადამიანს ჩაცმულობით ან ჩაცმულობის არ ქონით.
რა თქმა უნდა. ხო, სიშულით ნუ მე გაჩი. სათა ადამიანი შიშველი დაიბადა, საერთოდ ავიდან კი, შიშველი იყო, ბატონო, კი, მაგრამ ბატონო. ზნეობა ქონდა. არა, ეს ძალიან მაგარი ამბავია. გადავათვალიერე სათამაშოები და ცუდ სათამაშოს არ იყო არაფერი, მართლა ბავშვების ნორმალური სათამაშოები იყო. სექს შოპიდან არაფერი არ იყო გამოტანილი და აშკარად. ეს კიდევ ერთი ნიუსი, რომ ეს არის სადაური ადამიანია. ამერიკელი ის არის ჩვეულებრივი ჩუვაკი, მთავსვლელი, რომელიც ყველანაირი დაცვის გარეშე ავიდა იმაზე რა ქვია. ჩინეთში ავიდა, ხო. ეს იყო Facebook-ში და TikTok-ზე ტრიალებდა კადრები, ხო. ანუ ბოდიშის მოხდით, მაგრამ აი ხა არა ბიჭო ეს ვიღაცა იყო კიდე ყველაც სათამბჯენი მოიარა. კი, კი, კი. ბოლოს ავსტრალიაში ჩამოვარდა თუ რაღაცა დაემართა. ცუცხალია. ვეგარვის. გადარჩა? ხო, მგონი გადარჩა. ერთი პერიოდი ამაზე ჩვეულებრივად იყო ხომე ვიღაცა მივარდებოდა. აი მაგას ხო ძაღლის ბედე წავა რო გამოთქვი. ძაღლის ბედია. ეგ როგორ არ გამახსენდა? ეგრევე ვიგებდი აი, ეს სპეციალურად არ გაგახსენე რომ არ მოგეგო. მოგონება რო დაიწყეს სისულელეები. ხო, ძაღლის მე მაგალითად ჩავიკატა ძალიან მიყვარს და არ ვთვლი რომ თარზეა გადის. მე პირიქით ვიზახი რომ ყოველთვის კარგი მოხდება მეთქი, იმიტომ რომ კარგად ძალიან კარგად მოგდას. 13 რიცხვი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ პირველი გამარჯვება პარტიამ 13 რიცხვი აიღო, არჩევნები იყო და ორშაბათი დღეს ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ დავადებული ორშაბათს. აჰა. ასე რომ უპირისპირდები სამყარო სამსახურს. ასე რომ ხო, რაღაცა იმეების არ უნდა გჯეროდეს ცხოვრება გვაჩვენებს რა არის. კაი და რა არის ცუდი. ამ ადამიანის არ იჭერდნენ, იცი? ხო და ამ ადამიანის რას ვერ ხვდები, იცი? რა ინტერესი ქონდა ამ ყველაფრის გაკეთებისა? ბიჭო, ეგ ერთ-ერთი ისტორიაში შესვლის ამბავია. არა, თამსვლელებს აქვთ ეგეთი ის რომ ანუ როგორ არის იცი? ხო არიან მაგრამ რაღაც ის არის რეკორდების სიგნში შედიან. რეკორდების სიგნში ვიღაცა აფინანსებს მაგათი არის. ხო, ფინანსური ინტერესი ხო, ყველა ვარიანტში თან უნდა სახელის მომენტის ხო არის solo clinics ეძახიან რაღაც ანუ ბევრად მაგარ ტიპად ითვლები როცა დაცვის გარეშე ადიხარ რაღაც და ბუნებრივია რა ხო. ადრე პროსტა მახსოვს რომ ძალიან ბევრი დაუჭერიათ რაღაც სადამჯენზე რომ იძურებოდნენ რაღაც ან ავიდოდნენ რაღაც იყო და ეგ იქ იჭერდნენ ეგრევე. კი, კი. ეხლა როგორც ჩანს უკვე აჯარიმებდნენ და იყო მთელი ამბავი. ეხლა შეიძლება მიადგენ აძურე პირდაპირ და ფილმიც არის მაგაზე გადაღებული, ერთ-ერთი ყველაზე იმაზე რომ გადადის. ტყუპებს შორის რომ ხო, მის იმას გაჭიმავს. რო დაანგრიენ ბინ ლადენმა ხო იმის? ხო, 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 მაგ ტყუპებს შორის თოკი რო ქონდა გაჭიმული და მან რო გადაიარა ერთ-ერთი ნიუ-იორკში. ჩავედით, სასტუმრო დაბრუნილია, მოთავსდით ჰილტონის სასტუმრო იყო. გავიხედე ფანჯრიდან დილით რო გათენდა, გვიან ჩავედით ღამე. ვიზიტი იყო რა თქმა უნდა. და ნაცნობი ადგილია რაღაცა წინ რო გადავხედე. მაგრამ აზზე არ მოვდივარ, რატოა ნაცნობი ადგილი? პირველად ვიყავი ნიუ-იორკში. ყოველ შემთხვევაში იმ რეგიონში პირველად ვიყავი. ხო. ფიქრობ რა ხდება, ქუჩა გადაკეტილია ნაწილობრივ, ნახევარზეა მოძრაობა. თურმე ის დაგრეული სასტუმროების მეზობლად დავსახურდა. აჰა. სადაც თვითმფრინავი რო დაეჯახა. არ იყო ჯერ აშენებული ახალი მის სანაცვლოდ და კიდევ გვამის ნარჩენებს, ცხედრის ნარჩენებს პოულობდა. ხო, ნუ მაგ საშენელი. საშენელი ტრაგედია და ტრილი. იაფი იქნებოდა ხო მაგ დროს. იქვე ახლოში იაფი რო საიდან გაარტყით. ხო და იმიტომ დავბრუნე. ჰილტონი ეგეთი იაფი ნუ ახლა ჰილტონი დონია. აცვენია რომ ნახე რაღაცა. მაგ დროს ვაფშე ფასება დაიწია მთელნი. ეთქო კლიენტურა არ მიდიოდა იმ რეგიონში კიდევ დაჭეხებოდა თვითმფრინავი რა ვარ ეგ წინავს და თვითმფრინავი რო შემოგიორდა. რაღაცა რო გენგრევა თავზე ამხელა ის რა ქვია. ბატონო შალო, ერთი რუბრიკას ავით გვაქვს ბოლოს, რასაც მე ძალიან გიორგი სანამ დაიწყებ, მანამდე მადლობას ვეთქვი სპონსორებს, რომ სანამ გადავალთ. მადლობა ჩვენს წარმოგეს ლუდისას, მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას, რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და ასევე რა თქმა უნდა მადლობა ალკოსპეროს, ვინც უზრუნავს ჩვენს განწყობაზე და მეც უერთები ამ მადლობას. უღრმესი მადლობა. წარმატებებს ხო, უსურვებ. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგწონთ და ეხლა გადავიდეთ რუბრიკაზე, რომელსაც მე ძალიან ველოდებოდი, ძალიან მაინტერესებს. როგორი ბავშვობა გქონდა შალვა ნათელაშვილს, მდიდარი თუ ღარიბი? მე დაგისვათ 8 კითხვას. 8-დან 4-ზე მეტი თუ იქნება დადებითი პასუხი, თქვენ დიდარი ბავშვობა გქონდათ თუ ნაკლები იქნება ღარიბი ბავშვობა გქონდათ. კი ბატონო. და ამას ოდნავ განსხვავებულად ვცხოვთ ხოლმე ამ კითხვებს, თქვენ შემთხვევაში ოდნავ არის შეცვლილი, სულ ოდნავ. გამომდინარე რომ თქვენ საკავშირში გაიზარდეთ ეს. ხო. წინა საუკუნის. არ მინდოდა მაგის თქმა. პირველი კითხვა, ცალკე საძინებელი თუ გქონდათ ბავშვობაში? ცალკე საზინებელი მუდმივ რეჟიმში არ მქონდა, მაგრამ რაღაც სეზონებზე, როდესაც თქვა ჩემი დაძმები მიდიოდნენ სასწავლებლად ან თქვა სხვა საქმეებზე, ან სამუშაოდ, მაშინ რჩებოდა ოთახის ოკუპაციის საშუალება.
აჰა. ანუ უფრო არა. მუდმივ რეჟიმში არა. უფრო დასასვენებლად თუ დაყავდით მშობლებს და სად? როგორი გვიცით, მაშინ ესეთი ფორმატები დასასვენებლად წავშალდა რაღაცა, ნათესავებთან დავდიოდით დასასვენებლად. დეიდებთან, მამიდებთან, სადღაც იყო ხოლმე ზღვაზე და ზაფხულში გვენატრებოდა ზღვაზე მცხოვრები ნათესავები განსაკუთრებით. გახსენდებოდა. ხო, სიყვარული მოგვეძალებოდა და მე სეზონის მიხედვით. კი ბატონო. 18 წლამდე საქართველოს გარეთ თუ ხართ ნამყოფი. პირველ კურსზე ვიყავი მოსკოვში რო წავედი. ეს 18-ის ვიყავი უკვე. 18 წლამდე. ანუ ზაგას არა. არა. ხოლმე საქართველოს. სკოლაში ფულს თუ გატანდნენ ხოლმე და რამდენს? თუ ეხლა გქონდათ კარგად ფული 5 მანეთს ან 10 მანეთს მოტანდნენ და პატიჟობდნენ რა ვიცი. ნახევარი კლასი. იმ ფულით მოდიოდა რა ვიცი 1.30-ის ბულკი და ის ვერქვა ხო. მაგრამ იყო შემთხვევები რომ თქვა 20 კაპიკს მატანდნენ. მარტო მე რომ მომდიოდა. მაგრამ 20 კაპიკი იმ დროინდელი 20 კაპიკი ეხლანდელ ფულზე რამდენი გამოვიდოდა? აი დაახლოებით როგორ უხეშად რო ვთქვათ. იმ დროინდელი 3 მანეთით, ხო. ხო? 2 კაცი შევიდოდა საზოგადოებრივი კვების ობიექტში, მიირთმევდა სოსის, ძალიან გემრიელს და ლუც. აჰა. ანუ ერთი უხეშად რო ვთქვათ ჩვენ დროზე 1.30-40 ლარი მაინც გამოდის ის. ალბათ 30-40 ლარი. მინიმუმ 25 ლარი გამოდის. საჩეჭამ რამეს. არა, ნუ აი სოსისი და ლუდი რო ავიღოთ უხეშად. სოსისა ჯერჯერჯამ ეხა 30 ლარად. სახლში 2 საპირფარეშოზე მეტი თუ გქონდათ. 2 საპირფარეშო თუ გქონდათ უფრო სწორედ. ამისთვის არის ეხა ეს მეხუთე ბაკალი და ხელსაბანით საპონი და ჰიგიენური საშუალება. და ერთი ოჯახში მანქანა თუ გყავდათ. მანქანა მოგვიანებით ყავდა. რამდენი იყავით თქვენ? ნუ სადღაც 20 წლის ალბათ. დიდი უკვე. ეს კითხვა არის შეცვლილი მომელთა წინამდე განსხვავებით. ახალ ფეხსაცმელს ყოველ 2 თვეში ერთხელ თუ ყიდულობდით? ახალ ფეხსაცმელს 2 თვეში ერთხელ არა. სკოლის დაწყების წინ მშობლები საერთოდ სექტემბერში ჩვეულებრივად აგვისტოს ბოლოს ყიდულობდნენ ბავშვებისთვის და მათ შორის ჩემთვის სკოლის ფორმას, ფეხსაცმელს, ზაფხულის და ზამთრის, აი ესე, ტანსაცმელსაც თუ კარგად მოიქცეოდით და ეს იყო 2 თვეში ერთხელ არა, ეს ძალიან დიდი ფუფუნება იქნებოდა. კაი, და ბოლო კითხვა არის ესეთი. 1980 წლამდე კოკა-კოლა თუ ქონდათ გასინჯული? კოკა-კოლა პირველად გავსინჯე, გეტყვით 80 წელს იყო მოსკოვში ოლიმპიადა. მაშინ გაიხსნა მან პირველი ჯიხურები პეპსიკოლას. კოკა-კოლას ჯიხურები ჯერ არ იყო გახსნილი, მაგრამ ჩამოსასხმელი იყიდებოდა მოსკოვის რესტორნებში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. ჩამოგისხავდნენ კოკა-კოლას. აი 80 წელს გავსინჯე. ზუსტად. ანუ როცა კითხვა იყო და ოლიმპიადის პერიოდი იყო. ეს გახდათ ივლისის თვე და სწორედ მაშინ გარდაიცვალა ვისოცკი, ცნობილი ანტისაბჭოთა მომღერალი დისიდენტი, ნუ ასე შევიდა ისტორიაში და მე ახლა ვისარგებლე მოსკოვში ყოფნი და დავესწარი მის დაკრძალვასაც ტაგანკაზე. წარმოუდგენელი რაოდენობის ხალხი. სტალინის დაკრძალვაზეც რო არ ყოფილა. მთელი ელიტა მოსკოვის და მთელი ებრაული ელიტა წარმოშობდებელი იყო ვისოცკი. მიაცილებდა ვაგანკოვის სასაფლაოზე. ხო და ეს ერთდროულად დამრჩა თავში ოლიმპიადა, ვისოცკის დაკრძალვა და პეპსიკოლა. ხო. სამი ვაი რა კაკრიჩია, მაგრამ ნუ ეხლა ახალგაზრდის თავში ხო ვიცით ბრო. ხო, ნუ გამოვიდა 8-დან 3, ხო მე მგონი თუ არ ვცდები დადებითი პასუხი. ეს იგი ცუდი ბავშვობა მქონდა. ნუ არა, ცუდი ძინა. ხო. როგორც ალბათ უმრავლესობა ჩემი თაობის 80%-ი უმრავლესობას როგორც ალბათ ეგრე. ასეთ ვითარებაში იყო. ხო, ბატონო შალვა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვესტუმრეთ. დიდი ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა, ძალიან ბევრი. დიდი მადლობა თქვენ დამსახურება საინტერესოდ მეკავთ. მადლობთ. ნუ ხო, მივიღებ მაგ კომპლიმენტს, მაგრამ არა, რეალობა. მადლობთ და ძალიან ბევრი საინტერესო რამე გავიგე. ეხლა სისტემის კამერა რო გამოკვეთა მიქელანჯელო, მაყურებლების დამსახურება არ იყო ეს და იქ ვინც ეხმარებოდა. როგორ არა, კაცო?
რაღაც დონეზე გარკვეულ დონეზე, მაგრამ ძირითადად. მოკლედ, უღრმესი მადლობა და ძალიან საინტერესო, კარგი გადაცემა გამოგვივიდა. ასევე მეც დაუწყარი შაბეჭდილებები მივიღეთ და მადლობას ვუხდი მაყურებელს და თქვენ განსაკუთრებით. უღრმესი მადლობა და ერთი სადღეგრძელო რო შემოგთავაზოთ, სანამ წყლით გაძღეგრძელებს. კი ბატონო. და გეტყვით რომ წყლის ძალა მოგცეთ თქვენ გაიხარეთ. და ჩვენს ქვეყანას. მადლობა. წყლის ძალას წინ ვერავინ ვერ უდგება. ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა, რომელიც ქმნის ისტორიას, ცვლის ეპოქებს და წინ მიაქანებს ცივილიზაციას. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი. გამომარჯოს ჩვენ მაყურებელს და მიტინგებზე ხარ რო გამოდივარ, ყოველთვის ის არის რა ქვია, ნუ ანშლაგია სრული ტაში და მომხრეც რო არ იყოს, მაინც იქ დადებითად ხდება. ხო. და ერთ-ერთ მიტინგზე გამოდივარ, რამდენიმე წლის უკან იყო, ისროლეს წყლით სავსე ბოთლი. ეს დავიჭირე ჰაერში. დავინახე რომ მოფრინავდა, ახლა ხო რაღაცა უნდა გააკეთო. ხო და ესე გადავძახე მსროლეს წყლის ძალა მოგცეთ მე. ატყდა ტაში. ეხლა ეს რატომ მოხდა რა? ჩვენი ოპოზიციური ერთიანობის ნიმუში. წინა დღეს შეკრება იყო პარტიების. გვარამიას ოფისში, რუსთავი 2-ის. და იქ წაასულა საუბარი რომ აი ესეთი ორატორები გვინდაო რომ ვინმე რამე არ ესროლოსო წყალიან არ დაუსტენოსო ან რაღაცა ახლა ეგეთ რაღაცას პოლიტიკოსს ან დაუსტენე ხარ ნუ სურელური ის იყო რა ქვია იდეა გასაქმებულად დაყენებული და გაგა იყო იქ ჩვენგან გიორგი გუგავა და იმას უთქვას რომ შალვას ეგ არ ემუქრებო თქვენ თავზე იფიქრეთ და გოლი ეს რო გაიგეს რომ არ ემუქრებო ჩაიფიქრეს ძვირფასმა ოპოზიციურმა კოლეგებმა და იმათ ასროლინეს ეს ბოთლი და არა ხელისუფლებას აი სანამ ოპოზიცია ერთმანეთის ბოთლის როლაზეა გადასული ამ ქვეყანას არაფერი ნამდვილად არ შემიძლია არ მაგრამ თქვენ ხო ოსტატურად ხო დაიწყეთ ო მაგრამ ხო შეიძლება და არ დამიჭირ მანდ რისკებიც არსებობს კარგი სულ წარმატებები დიდი მადლობა წარმატებები თქვენ მადლობა მადლობა